გიორგი, საღამო მშვიდობისა, როგორ ხარ? გამარჯობა. კარგად, თავად როგორ ხარ? ძალიან კარგად, მადლობა სტუმრობისთვის, გიო და მართალია ყოველთვის პოზიტივით და გაღიმებული მიყვარს ხოლმე საუბარი, მაგრამ სასაცილოდ და ღიმილისთვის ნამდვილად არ გვაქვს საქმე. ჩვენ ვაპირებდით საუბარს მთლიანად ირანის და ახლო აღმოსავლეთის ომებზე, მაგრამ ვერ გავექცევით იმ რეალობას, რაშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება. მორალური კრიზისი, ორმაგი სტანდარტები, ღირებულებების ნგრევა, გლობალისტების და მასონების გეგმები, ეს ყველაფერი საზოგადოებაზე და ახალგაზრდებზე აისახა და არა მარტო ახალგაზრდებზე. ამიტომ დღეს მოგვიწევს დასაწყისში არა პირველი ნაწილი ალბათ საქართველოზე საუბარი და მეორე ნაწილში გადავალთ უკვე ირანზე. მე ისე ვფიქრობ და იმედია გამომკვები ამ აზრში და იდეაში. კი, რა თქმა უნდა, ზოგადად ჩვენს ერში არის საკმაოდ რთული მდგომარეობა, როგორც ხედავთ, განსაკუთრებით ბოლო დღეებიდან, ბოლო ასე ვთქვათ, ამბებიდან გამომდინარე და საკმაოდ უფრო და უფრო რთულდება ეს სიტუაციები. ალბათ კიდევ უფრო მეტად გართულდება ხა ჩვენი დღევანდელი სასაუბრო საკითხიც, უკვე საუბრის მეორე ნაწილში შეეხება ეგრეთ წოდებულ ქრისტიანულ ბოლოჟამს და კიდევ უფრო ცლად, კიდევ უფრო მკვეთრად შავიხედებით, ხო, თუ რის წინაშეა ზოგადად არა მარტო საქართველო, არამედ დედამიწა დამდგარი და ჯერ პირველ რიგში მინდა რომ ღრმა მწუხარება გამოხატო საქართველოში, რაც ხდება დღეს მაინც ქვეყანა მგლოვიარეა 17 წლის ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალების გამო და შემდგომ უკვე უნდა გავყვეთ ხო მოვლენებს კიდე გიორგი, ამ თემის მთავარი ნაწილიც ეგ არის, გვინდა თუ არ გვინდა. თეკლა როგორი მომენტია, ზოგადად ესეთი ამბები და ესეთი სიტუაციები დღევანდელ დროებაში, რა დროებაც ქვია უშუალოდ ბოლოჟამს, ხომ? ეს სამწუხაროდ დღითი დღე კიდე უფრო და უფრო მეტად და მეტად გავრცელდება. და ადამიანები ამისთვის მზად უნდა იყვნენ, იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრობთ დროში, რომელსაც ქვია საყოველთაო აპოსტასია. ეს აპოსტასია, იცით რას ნიშნავს? ეს ნიშნავს უფლისგან განდგომილებას. და როდესაც ადამიანი ღმერთს განუდგება, აი ასეთ დროს მცნებების აღრევა ხდება, ხო? აი თუნდაც 90-იან წლებში იყო ასეთი ყველასათვის ცნობილი ქართველი ბერი, გენიალური ბერი გაბრიელი, რომელიც იძახდა ესეთ რაღაცას, ბოლოჟამსო, ესე იგი შემოვა არასწორი სწავლებები, გამრუდდება მცნებები და კაცები დაკარგავენ თავიანთ კაცობას, ქალები დაკარგავენ თავიანთ ქალობას და შემდგომ უკვე მოდის ეშვება ერთზე მეტი და მეტი განსაცდელები, ხო? აი ჩვენ აი ამ სწორედაც რომ განსაცდელების ეპოქაში ვართ შესულნი რა და ყველაზე ცუდი იცი რა არის რომ საქართველო თავის ისტორიას აი ქართულმა რო გადახედოს ხო თავის ისტორიას რეალურად ჩვენ ლამის შუმერობის დრომდე ჩავდივართ ეს უხსოვარი დროა ხო პროტოქართოლური ტომები არსებობდნენ ბოლო და ის ძველი ბერძნები რომლებიც ძველი არგონავტები თუნდაც რომლებიც თავის დროზე იყვნენ ჩამოსულნი რისთვის იყვნენ ჩამოსულნი ხა ბევრს რგონია რომ ეს იყო უშუალოდ მაინც და მაინც ოქრო, მაგრამ ოქრო უპირველეს ყოვლისა იყო ცოდნა. საქართველო ეს არის ცოდნის აკვანი, უდიდესი ცოდნის აკვანი, უდიდესი კულტურის ქვეყანა. ჩვენ რა ვიცი, აი ფარნავაზის დროიდან მოყოლებული მირდატ მეფის ეპოქა ვართ, არჩილ მეფის ეპოქა ვართ. ჩვენში დაირწა ხო ეს ცივილიზაციის უდიდესი აკვანი ფაქტობრივად და ისეთი გენიალური პირები, გენიალური ადამიანები არსებობდნენ ხო ჩვენს დროებაში, არა მარტო მეფეები, არამედ საერო პირებსაც კი რო შევეხოთ, უბრალოდ სამტკივნეულოა, გულზე მოხვდება დღევანდელი ქართველის რაობა. აი დღევანდელი საქართველო უფრო რო შევადარო ხო მე-15-მე-16 საუკუნის საქართველოს გავს, ეს არის გადაღლილი საქართველო, რომელიც თემურ ლენგთან არის ფაქტობრივად ნაომარი და ივანე ჯავახიშვილი წერდა ესეთ რაღაცას, რომ საქართველოშიო წერა კითხვის მცოდნეც კი ძალიან ცოტა ღახტუ იყო დარჩენილიო და რო აინტერესებდათ იმ დროის ქართველი როგორ წერდა, ხო აი კალიგრაფია როგორი ჰქონდა იმ დროის ქართველს, კალიგრაფიიდანაც კი იგრძნობოდა უკვე ამის შესაბამისი ასე ვთქვათ არქეტიპები, აი ეს მასალები რა ძველი მასალები არსებობს, რომ საქართველო იყო უკვე ცნობიერების კუთხით
გადაგვარების პირას მისული და დაახლოებით ეს მდგომარეობა ფაქტობრივად ეხლაც დეკლა იცი, იმიტომ რომ ჩვენ გვეშლება და ჩვენ სამწუხაროდ არ ვიცით მაგალითად სიტყვა თავისუფლების ფასი, არ ვიცით დამოუკიდებლობის ფასი. თავისუფლება არ ნიშნავს ჩემო კარგო იმას, რომ შენ გახდე საკუთარი ნებების მონა. ხო, როგორც ესმის ამ საზოგადოებას რა. მე თავისუფალი ვარ, ეს არ უნდა იყოს მოქცეული, ასე თქვათ, გეოგრაფიული ან რა ვიცი, აი შინაგანი ისეთი დიდი სურვილებისა და ნებების ქვეშ, აი ამ ჭრილში არ უნდა იყოს რა საზოგადოება მორგებული, რომ შენ ამ ჩარჩოდან ვეღარ გამოხვიდე, ხო? თავისუფლება არ ნიშნავს ჩემო კარგო იმას, რომ შენ აი იგივე დღეს ეს 2 დღე არ ასტრიალებს გენიალური სცენარისტი და მწერალი ხო, როგორიც იყო ბატონი ნოდარ დუმბაძე, რომ გამოხვიდე და აგინო მაგალითად ამ ადამიანს, აი დავსვათ ელემენტარული კითხვა, კაცო, ვის რა ჭირს, აი ნოდარ დუმბაძეს რა ჭირს გეხვეწები ახლა შენ დღევანდელმა საზოგადოებამ რომ აგინოს, ხო? რა ის არის, ვერ გავიგე. ესე იგი, ნოდარ დუმბაძის შემოქმედების, რა ვიცი, ნახევარი შექმნას თუნდაც ამ საზოგადოებამ და თვითონაც გახდნენ, ხო, ისეთები, როგორიც ბოლო-ბოლო ბატონი ნოდარი იყო და ამას უსმენს საზოგადოება და დღეს ისე გულზე მომხვდა სხვათა შორის, აი ეს გადაცემა რო არის კაცები, ხო? დაახლოებით 1 საათში რო დაწერეს პოსტი და მიუძღვნეს, ესე იგი სოლიდარობა რო გამოუცხადეს აი ამ ბიჭს, ხო? სადღაც 5000 ლაიქამდე ჰქონდათ, მოწონება ჰქონდათ, ესე იგი სოციალურ ქსელში და უამრავი სასიამოვნო კომენტარი იყო და ესე იგი გადავირიე რა თეკლა, ხო გეუბნები, აი ლამის ჭკუიდან ვიყავი შეშლილი, რომ ნუ თუ შეიძლება რაც ვინც ჩამოვთვალე ხა თამარ მეფეზე და დავით აღმაშენებელზე და გიორგი ბრწყინვალეზე აღარ მოქვს საუბარი, აი ასეთი ისტორიის მქონე ქვეყანაში სადაც ხო გეუბნები, არაერთი ცივილიზაცია ჩვენ წინარე ქრისტიანულ ეპოქა ვართ ბოლო-ბოლო. იცის ამ საზოგადოებამ რას ნიშნავს ეს? საერთოდ წარმოდგენა აქვს ამ საზოგადოებას საქართველოს, ესე იგი, თუნდაც იგივე ძველი აღთქმის და ხო გეუბნები შუმერებამდე ჩადიხარ რა, რომელი ერთი მაგალითი მოვიყვანო, ხო? და ეს საზოგადოება ვერ ცნობს, საკუთარს ვერ ცნობს, ხვდები? საკუთარ ასე ვთქვათ, უსამშობლოდ კაცი არ ხარ. აი ეს უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ რა. და არ მინდა ხა ასეთ ადამიანებს მაინც და მაინც უსამშობლოები დაორქვა, თუმცა წაშლილი აქვთ, აი სახე აქვთ დაკარგული, ხვდები? წაშლილები არიან ეს ადამიანები უბრალოდ რა. მამაკაცის სახე, რაც ქართველში უნდა ყოფილიყო, იყო ოდითგანვე და ეხლა უკვე მოშლილია. გადაცემა კაცები ჩემთვის არის უბრალოდ ფასადური, იმიტომ რომ მე ვერ ვიტყვი რომ მხოლოდ ლიბერალების ყურით მოთხრეულია ეს ყველაფერი, რასაც მე ვუყურებ ეხლა საზოგადოებაში და სახეებში, რომლებიც ჩანან, პოლიტიკურად იქნება ეს კულტურა, სპორტი, ხელოვნება, ყველა სფეროშია ეს მორღვევა დაწყებული და ყველაზე კატასტროფა, რასაც ვხედავ. სისტემის ჭრილში თუ ვინმე ზის რეალურად როდესაც ესეთი პრობლემები ხდება ყველა ეროვნული არაეროვნული ოპოზიცია და ვაიოპოზიცია ყველა აბსოლუტურად იბძვის ლოკალურად იმ თემებზე რომლებიც უფრო მომგებიერად მიაჩნია და მთავარი ფუნდამენტური რაც არის სისტემა რომელმაც ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე შექმნა და ნახეთ აქ არ არის მხოლოდ ხელოვნებაში პრობლემა აქ არ არის მხოლოდ კულტურაში პრობლემა. აქ არ არის მხოლოდ იუმორის არქონის პრობლემა. აქ არ არის მხოლოდ ქალის და მამაკაცის ქართველი ქალის და მამაკაცის სახლის დაკარგვის პრობლემა. ყველაფერი ერთად არის ჯგუფურად და შენ რო ნენელა პატარ-პატარა ერთი ჯგუფი ერთ რაღაცაზე იბძვის მეორე რაღაცაზე ის რის კონა გავიხსენოთ ხო ეს ხო ფუნდამენტში სკოლის საწყის ასაკში გვასწავლიდნენ ამ ყველაფერს და თუ ეს მე ვფიქრობ რომ ეს სისტემის მიღწეულია ეს ყველაფერი რომ ვინც სისტემის ჭრილში ზის ყველა ეს კითხვები უნდა დაისვას ყველასთან თუ კი სისტემის ჭრილში არ ზიხარ მაშინ რატომ შედის შენს ინტერესში ერთი კონკრეტული საკითხი და ერთი კონკრეტული თემა და არა ის რაც ამ ყველაფრის შემქმნელია და თავიდან ბოლომდე რამაც ეს ყველაფერი ჩამოაყალიბა და დღევანდელობამდე მოიყვანა ჩვენი ქვეყანა ხო ეს ხო არ არის მარტო ერთი საკითხის პრობლემა და ერთი სფეროს პრობლემა
ფუნდამენტია ჩამოყალიბდა აზროვნება ფუნდამენტის ბოლო განსაკუთრებით აი უფრო ესეთი ნეოლიბერალური სტრუქტურა სისტემა შეიქმნა 80-იანი წლებიდან განიცადა ლიბერალიზმის სერიოზული რეფორმები უკვე ხო იმ დღიდან მოყოლებული წამოვიდა სამწუხაროდ ვიღაცისთვის პროგრესი მაგრამ რეალურად ძალიან დიდი რეგრესი ну წამოვიდა და აი დღევანდელობაში უკვე რასახის გაფურჩქნა აქვს ამ უკანასკნელს ჩვენ კარგად ხედავთ რა ეს მოედო როგორც მეტასტაზივით აი ჩირქივით უკვე საქართველოს და ну უბრალოდ დღევანდელი აი ამ საზოგადოების შემყურე ну ერის ბალასტისავით არის იცი მეტასტაზებივით არიან ხო ხვდები რა აი გამრავლებულნი მე არ ვიცი აი ამ ერს რანაირად შეიძლება რომ საერთოდ რა ლოგიკაში ჩავსვა მათი გამოსვლა ვერ ვიგებ აი თეკლა ელემენტარულად ხო გეუბნები საქართველოს 90-იან წლებში ერთხელ უკვე დაღუპა და ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო სხვადასხვა სახის ნაციურმა ფობიამ ხვდები ხო რასაც ვამბობ შენ მე იგივე თუნდაც ჩვენ დამოკიდებულება ნაწილი ერისა აფხაზებისადმი ერე სამაჩაბლოში ოსებისადმი შემდგომ უკვე მიშას დროიდან მოყოლებული რუსებისადმი და ასეთი თუნდაც რუსოფობიური უკვე ხო განცხადებები სამწუხაროდ ერს წინ ვერ წაწევს რა ბოლო აი ხა ჩვენ აგვისტოს თვე გვიახლოვდება და გასული საუკუნის 40-იან წლებში 1945 წლის 6 აგვისტოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ისტორიაში პირველად გამოიყენა ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ორი ატომური ბომბი. ეხლა პირველი ატომური ბომბის სახელწოდება იყო Little Boy, რომელიც ითარგმნება პატარა ბიჭი და მეორე სახელწოდება იყო Fat Man, რომელიც ითარგმნება როგორც მსუქანი კაცი, ასე ვთქვათ, ხო, აი წონიანი კაცი. დაახლოებით რამდენიმე დღეში, აი პლუს მინუს ერთ კვირიან მონაკვეთში 200,000 იაპონელი გაწყვიტა შეერთებულმა შტატებმა. და დღეს დიდი დროა, ძალიან დიდი დროა გასული. დღეს იაპონია და ამერიკა ერთმანეთის მოკავშირეები არიან. უერთმანეთოდ ვერ ძლებენ, ხო ესე იგი, რასაც იძახის შეერთებული შტატები აზიაში რომელი იაპონიაც არის ჩინეთის ფაქტობრივად თუ ეკონომიკურ ბაზარზე, თუ ტექნოლოგიური კუთხით, ბიზნეს საქმიანობის კუთხით კონკურენტები არიან, ხო ესეა რა? იდეალურად პარტნიორობენ იაპონია და შეერთებული შტატები. ნუ გავიღოთ თუნდაც იგივე გერმანიის და მაგალითად ისრაელის მაგალითი, ხო? ისეთი მძიმე ღამეები მოუწყო თავის დროზე ადოლფ ჰიტლერმა მილიონობით ებრაელი გაჟუჟა, მაგრამ დღეს კაცო ებრაელები და გერმანელები საქმეზე რომ იდგება გადასარევად გზნობენ თავს, ხო? და მე მიგვირს კონკრეტულად საქართველოში ჩვენს მაცხოვრებელ ადამიანებს რა გვჭირს სამაგისო რომ ასე იგი პოლიტიკური კუთხით ვერ ვუსწორებთ თვალს რეალობას და არ შეგვიძლია რაციონალური მსჯელობა, რაციონალური აზროვნება. გინდა თუ არა რუსი გიყვარდესო, ხო? ამას არავინ არ ამბობს, მაგრამ ის რომ ამხელა იმპერიალისტური სახელმწიფო არის შენი მეზობელი და ამ რეალობას შენ ვერსად ვერ წაუხვალ, ეს არის ფაქტი. და ფაქტს ვერც უკუაგდებ, ვერც დაამახინჯებ და ვერანაირი სახის ილუზიურ ჩარჩოში ვერ ჩასვამ რა. და ხო გეუბნები შენ 90-იან წლებში ქართული გენოფონდი ამან კინაღამ მიწასთან გაასწორა. და ჩვენ ჭკუას ვერ ვსწავლობთ. მაშინ როდესაც კაცო აი რატომ მოვიყვანე ახლა იაპონიის მაგალითი რომ ატომი ესროლეს. წარმოიდგინე შენ ორი ატომი რამხელა ატომი ესროლეს და წამში 200,000 კაცი დააწვინეს, ხო? და ისინიც კი ხვდებიან იმას რომ ჩვენ ვართ ერთმანეთის მოკავშირეები, ეს სხვანაირად არ გამოვა, სხვანაირად არ შეიძლება. და ამ ჩვეულებრივი იარაღით ომის სხვა არის და ატომი კიდე საერთოდ კიდე სხვა არის, რა თქმა უნდა, კიდე სხვა არის, ხო? აი მე ამაზე მაქვს უბრალოდ საუბარი რა. თორე რუსეთი გიყვარდესო და ასე ვთქვათ, რუსეთისადმი დიდი სენტიმენტები ჰქონდესო, ამას არავინ არ იძახის, ხო? ვიღაცა შეიძლება არც მოსწონდეს რუსი, ეს ინდივიდუალურია უკვე, ხო? მაგრამ მოცემულობა
რომ შენ ამ ხალხთან უნდა გქონდეს შეხება, საუბარი უნდა შეგეძლოს, დიალოგი უნდა შეგეძლოს, დიპლომატია უნდა შეგეძლოს. ეს მოცემულობაა, ხო? მაგრამ იმდენად დეგრადირებულია, იმდენად გადაგვარებულია დღეს ქართველი ხალხი, თლიანიერი, რომ უკვე როდესაც ახსენებ რუს, როდესაც ახსენებ სიტყვა თავისუფლებას, ოღონდ თავისუფლება, რა ვიცი, ახლა ამათ ესმით ხო გეუბნები, ეს სიტყვა ამ საზოგადოებას. გიორგი, ძალიან ცუდი რა არის, იცი, ბოდიში რომ გაწყვეტინებ რუსი არ არის აქ საუბარი, სლავური წარმოშობა საერთოდ. იმიტომ რომ სლავური წარმოშობის ადამიანები ძალიან გვანან ერთმანეთს იერით. და წარმოშობაზეც კი რეაქცია, თორე არა თუ რუსი. ხო, იცი რა არის, თეკლა ზოგადად მსგავსი სახის, ასე ვთქვათ, დამოკიდებულება, ხო? საზოგადოებას მიიყვანს კიდევ უფრო მძიმე კატასტროფულ შედეგებამდე რა. აი ამის თქმა მინდა მე საბოლოოდ და არ ვიცი ხა თვითონ რუსეთიც ამწამს, მოდი ესეც ვაღიაროთ, რომ არ არის მაინც და მაინც იდეალურ კონდიციაში და ვხედავთ, რომ კი იქ მოსკოვის ნავთობ გადასამუშავებელი ქარხნები იბომბება, საკმაოდ დიდ ომშია ხა ეს ქვეყანა შესული, მაგრამ ხვალ და ზეგ რა რეალობის წინაშე დავდგებით და როგორ შემოტრიალდება ეს ჩვენი ყოფიერება, არ ვიცით. მაგრამ ქვეყანაში გიორგი, რაც უნდა მოხდეს რუსეთში, რამდენადაც სუსტიც არ უნდა იყოს იმ მოცემულობას, რომ ვერ შევწვით, რომ ამხელა იმპერია გვესაზღვრება და მეზობელია ჩვენი. მოგვეწონება, არ მოგვეწონება, გვეხმარება, ეს სხვა რამეა, მაგრამ რეალობის აღქმა დაკარგეს. კი, ამ ფაქტს მეთქი, წინა ასე ვთქვათ, შესავალი მაგიტო გაუკეთე, რომ ის რომ ეს არის ჩვენი მეზობელი და იმპერიალისტური სახელმწიფო, ვერ გაიქცევი. ვერ დაამახინჯებ მაგ ფაქტს რა. და მე ვერ ვიგებ უბრალოდ თუნდაც პოლიტიკური მხარე იყოს, ხო, დავანებოთ, კაი, სიტყვა თავისუფლება პოლიტიკური მხარე იყოს თუნდაც, ხო? პოლიტიკური კუთხითაც კი ამ საზოგადოებას როგორ უნდა ცხოვრება, საერთოდ რა მონახაზი აქვს, რას გვთავაზობენ. მე ვერ ვიგებ, იცი? მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ უსტრუქტუროა საერთოდ მათი ლოგიკა. ესე იგი, რა გამოდის, რომ შეერთებული შტატები რასაც იტყვის, ან ნატო, ან ევროკავშირი რასაც იტყვის, ის არის უცდომელი ჭეშმარიტება და სხვა დანარჩენი არის აბსოლუტურად ტყუილი, სიცრუე. მე დასკვნა სხვანაირი დასკვნა ვერ გამომაქვს, მაგიტომაც საუბრობ. გიორგი, ცოტა უცნაური რა არის, იცი, როდესაც ინტერნეტის სამყაროში ცხოვრობთ, ძალიან ცუდი მოცემულობაა საზოგადოებაში, ცალმხრივად რომ ეძებენ ინფორმაციებს და ადევნებენ თვალს და რატომ ვრას გულისხმობ ამაში. ევროკავშირიც, ამერიკაც ძალიან კარგად თანამშრომლობს და ვაჭრობს რუსეთთან. ეს უნდა ვაღიაროთ, აქვთ ეკონომიკური კავშირები. ჩვენ არა, ჩვენ ყველაფერი უნდა, ყველა ხიდი უნდა გადავწვათ, იმათ არ ესაზღვრება რუსეთი, ჩვენ გვესაზღვრება. და საქმეზე რომ მიდგეს, იმათაც დიდი საფრთხე შეიძლება შეუქმნან რუსეთს, მე ვფიქრობ, ჯერ კიდე არც კი დაუწყია ფაქტიურად ომს, ხო? არ არის მარტივი სახელმწიფო და გვერდით რომ გვერდით არის, შენს გვერდით. ისა გეტყვით ეკლა, იცი როგორი მომენტია რეალურად, რომ მოდი ესე ვთქვათ რა, იმ სიმართლეს რა უთხარი, სადაც რუსეთი საქართველოს მტერია და თურქეთი მეგობარი. მოდი ესეც ვთქვათ, ხო? იმიტომ რომ სულ ცოტა ხნის წინ თურქეთი საქართველოს უწყობდა სრულ გენოციდს. მარტო დასავლეთ საქართველოში, დასავლეთ საქართველოში 10,000-მდე ბავშვი გაყავდათ, ეს ტყვეთას ყიდვა როცა იყო. და ერი ფაქტობრივად მაშინ დაიცალა, იცი? როდესაც მემატიანე გადმოგცემს იმას, რომ საქართველოში დარჩენილი იყო თავი ბოლო სადღაც 800,000 ადამიანი, 800,000 კაცი, ხო? ეს რამ გამოიწვია? ტყვეთას ყიდვა, პლუს ომიანობა, გასაჭირი, სხვადასხვა ეკონომიკური პრობლემები, ასე შემდგომ და ასე შემდგომ. ეხლა კაცო, თუ შენ 1800 პირველი წლიდან ითვლი კონკრეტულ სტატისტიკას და მეუბნები იმას, თუ რუსეთმა რა გააკეთა ცუდი და კი ბატონო მოგხვები ლოგიკაში, ხო? რა თქმა უნდა, იყო ისეთი გარკვეული საკითხები, რაც რუსეთმა ცუდი გააკეთა. კაცო, შეუძლებელია მაშინ შენი სამეზობლოდან, საკუთარი სამეზობლოდან, ხო? რუსეთს აღიარებდე და ცნობდე მტრად და
და სხვა ქვეყნებს სომხეთმა ნაკლები დაუშავა საქართველოს, თურქეთმა ნაკლები დაუშავა საქართველოს, აზერბაიჯანი იყოს, არაბული ინვესტიციები იყოს, თუნდაც ირანული საკითხები იყოს, ნაკლები დაუშავეს საქართველოს. მაშინ მოდი ვთქვათ, კაცო და ერთიანად გამოვხატოთ აი ეს ჩვენი ეგრეთ წოდებული შინაგანი ზიზღია თუ რა ქვია ამას, ხო? ერთიანად დავაფიქსიროთ მაშინ აი პოზიცია, რომ ყველანი არიან ჩვენი მტრები. რატო გინდა რომ მაინც და მაინც შენ აი ეს გამოყო და ამის ირგვლივ ვიტრიალო? ეს არის უბრალოდ ფსიქოლოგიური გადახრა, მეტი კი არაფერი. ეს იძლევა აი ამ ფსიქოლოგიურ, ასე ვთქვათ, ჭაობს რა უწოდო, მე ამას არ ვიცი, ეს რაღაც ფსიქიკური აშლილობაა უკვე, ხვდები? რომ ადამიანები რუსს რო ხედავენ, სახეს იხოკავენ, რასაც ქვია რა. და რა გჭირთ ხალხო, ვერ გავიგე, ხო? ეს და მე რა არის, იცით, ეკლარო, აი დააკვირდი ხა, კიდე მოვიტანოთ ეს მაგალითები, ხო? შეხედე? ეს არაბული ინვესტიციები იყოს ახლა რეალურად ასე ვთქვათ, კონკრეტული არაბული ინვესტიციები, რომელი ინვესტიციებზეც საზოგადოება სამწუხაროდ ხმას არ იღებს. ხო ესეა რა? ეს ადამიანი საუბარი მაქვს მე მოჰამედ ალაბარზე, ამოწერილი მაქვს მისი სახელი, ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ამ Eagles Helio თუ რა ქვია ამ კომპანიას თეკლა აღარ მახსოვს, რომელიც Eagle Hills-ი არის. Eagle Hills-ი ხო, კი ბატონო, რომელიც შემოდის და არაბული იმის გაშენება უნდათ რა რეალურად რა ქვია, ქალაქების გაშენება უნდათ მოკლედ და რაც ძალიან ცუდია. გიორგი, რაღაც ნაწილში ბოლომდე ვერ მოყვები, მე აქ კიდე სხვა კითხვები მაქვს პოლიტიკოსებთან და გეტყვი რა. ეს სხვა ნაწილზე გადავიდე. ამაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ Eagle Hills-ზე მინდა საუბარი და ამ არაბულ ორ ქალაქზე პარალელების გავლება მინდა. არაერთხელ ითქვა ჩემს ლაივში, რომ თუნდაც ანაკლის სპორტის აშენებას აპირებს ხელისუფლებაო და ამ მოცემულობაში, როცა რეგიონში ესეთი მწვავე მდგომარეობაა, როგორ შეიძლება ეს მოხერხდეს, როცა ესეთი პროქსი ომები, დიდი ომისთვის ემზადება მსოფლიო რადონის აბსურდია, რომ შესაძლოა აქ რაიმე პორტი აშენდეს და თუ კი ამ ხელა საფრთხეა, გიორგი, კითხვები მიჩნდება, რამდენად რეალურია, აქ მხოლოდ მიწის საკითხი ხო არ არის და რამდენად რეალურია აშენდება თუ არა ამ ხელა ქალაქები ან დროის ფაქტორი მიეცემა თუ საშუალება. აქ უფრო მიგრანტების შემოსევაზე მაქვს მე უფრო დიდი პრეტენზია და პრობლემა ამ ეტაპზე. ამათი შემოსევა რო არ მომხდარიყო და შემოყრა ქვეყანაში, მაგამდეც არ მივიდოდა, მათ ხელშეკრულებამდეც არ მივიდოდა საქმე. და ალაბარაკი მე ნახე კონკრეტულად მაგ პიროვნებასთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს. და რეალურად მე არ ვებრძვი ჩვენ რა პრეტენზია უნდა მოჰამედ ალაბართან რა პრეტენზია უნდა გქონდეს ის თავის საქმეს. არ მომწონს იცი გიორგი, რასაც ვუყურებ სოციალებში ეროვნულის ნიშით ვინც არიან, ხო? ყველა ებრძვის არაბები, ალაბარი მე ჩემ გამყიდველთან მაქვს პრეტენზია, ვინც გამყიდა და მოდი რეალური პრობლემა ვინც არის, ვინც ეს ყველაფერი გამოიწვია, იმას ებრძოლე. მე რო ფული მექნება გიორგი და წავალ და სხვა ქვეყანა მომცემს იმის უფლებას, რომ მის ქვეყანაში ფული ჩავდო და რაღაცა ვიყიდო და მით უმეტეს მიწა ვიყიდო ასეთი ღირებული და მით უმეტეს ისტორიულად, ჩემთვის თუ ეს მიწა ძალიან დიდ რამეს ნიშნავს, როგორც იმ ქვეყნის მტერი, ხო? მე ვიყიდი, მაგრამ იმ ქვეყნის მესვეურებმა არ უნდა მომყიდონ და იმ ხალხს, იმ ქვეყნის მაცხოვრებლებს თავის ხელისუფალთან უნდა ჰქონდეს პრეტენზია არ გამყიდო და მე ჩემს ხელისუფლებასთან მაქვს პრეტენზია. კი, არა, იცი რა არის, ეს არასწორ რაღაცებს ირჩევენ, ან შეგნებულად გიორგი საბრძოლს, ან შეგნებულად ხდება ეს, მაგრამ ამდენი ვიღაცამ რომ გაუაზრებათ ეგეთი ქმედება გააკეთოს და ამ დროს პოლიტიკაში იყოს, ეს აბსურდი მგონია. მგონია რომ შეგნებულად კეთდება, იმიტომ რომ თავარ მიზანს ავწდეთ, ყველა პრობლემას მივყავართ სისტემასთან. რა პრობლემებიც გვაქვს ქვეყანაში, მიგრანტების შემოსევა იქნება, ახალგაზრდების განადგურება იქნება, ხელოვნება, კულტურა, მორალი, ზნეობა, ზრდილობა, რაც გინდა ავიღოთ, გიორგი, ყველა პრობლემას მივყავართ სისტემასთან და რაღაცა ლოკალურ პრობლემაზე, როდესაც იბრძვიდა მთავარი ფუნდამენტი, საიდანაც ყველა ეს პრობლემა შეიძლება მოგვარდეს, თუ კი ამას შეებრძოლები და ამას არ აკეთებ, მე კითხვები მიჩნდება, ხო არ ხარ სისტემის ჭრილში, იმიტომ რომ ეს სისტემას აწყობს. ანუ მესმის რასაც იძახი, კი. ეს დაფარულში იქნება თუ ღიად იქნება, ეხა არ ვიცი ვინ როგორ
ვეღარ ვიგებ რა უკვე ეს ეროვნულები დავარქვა თუ რა დავარქვა თეკლა ბოლო ხანებში განსაკუთრებით ისეთი ქაოსი და მარაზმი იყო გადაუარეს ერთმანეთს, გადმოუარეს ერთმანეთს. ვის ინტერესებში უნდა შედიოდეს გიორგი ეს ყველაფერი? ეს ხო აწყობს თემას. შეხედე მე იცი რა არის, რომ ხა შენ მართალი ხარ მაგაში, რომ თუნდაც იმ ალაბარისგან რა გინდა რეალურად, ხო, იმიტომ რომ ის არის ბიზნესმენი, საკუთარ სამშობლოს ემსახურება, საკუთარ ქვეყანას ემსახურება და იმას სულ არ აინტერესებს ახლა რეალურად ქართველი, მით უმეტეს რიგითი ქართველი რას იფიქრებს რა. აქ საქმე მდგომარეობს რაში, იცი რომ თვითონ სახელმწიფოს უკავია ძალიან ცუდი პოზიცია. ანუ იმდენად ცუდი პოზიცია, რომ სიტყვებიც კი არ მყოფნის ეს მე როგორ შევაფასო უბრალოდ რა. და მე რატომ მოვიყვანე თვითონ აი ამ მოჰამედ ალაბარის კონკრეტული ეს პირი ვინც არის, აი მაღალ ჩინოსანი რა, რომ ეს პირი გეუბნება ეგეთ რაღაცას, რომ აი ამ უძრავი ქონების 60% გავა საერთაშორისო მყიდველზე. ესე იგი, რა გამოდის, რომ ნახევარზე მეტი ფაქტობრივად და მან ასობით და მე მგონი 1000-ობით ბინები იქნება კიდე უძრავი ქონება ჩადებული. ფაქტობრივად, ესე იგი, თვითონ ეს მიწები ხო მათ რაღაც გარკვეული დროით რჩებათ, რომ მაგ მიწებზე გააკეთებენ ალბათ, ხო, ეს ტყე-პარკები უნდა გაშენდეს კიდე და უამრავი რაღაც და საერთაშორისო მყიდველი რო იქნება ეს ისედაც შემოსევა ახლა არაბების, არა მარტო არაბების, თუნდაც იგივე რუსები იყვნენ, უკრაინელები იყვნენ, უცხო ქვეყნის ნებისმიერი წარმომადგენელი იყოს და წარმოიდგინე, რომ იგივე არაბზე რომ გაიყიდოს ახლა ეს ბინა, ეს ერთი არაბი უნდა გაამრავლო ასე ვთქვათ, თუნდაც 3-ზე რა, 3 კაცზე მაინც უნდა გაამრავლო, ხო, იმიტომ რომ ის ხო მარტო არ ჩამოვა საქართველოში არა, ანუ 1 პლუს სულ მცირე 2-3 კაცი მაინც უნდა დაამატო, ხვდები? და რა გამოდის ახლა რომ კაცს პირობითად თუ გაიყიდება 1000 ბინა, 1000 რო 2-ზე ან 3-ზე გაამრავლო, გადიხარ უფრო კიდე და კიდე მაღლა და მაღლა რიცხვებზე, ხო? ამიტომ ეს საქართველოს საიმიგრაციო კუთხით ძალიან არაწყობს, ძალიან სულ შედეგებამდე გავალთ და ჩვენ ხედავთ იგივე რა ხდება ახლა ევროპის ქვეყნებში, რა ხდება დიდ ბრიტანეთში ამ კუთხით. იტალიაში ეხა სერიოზული გამოსვლები სხვათა შორის აი ეს იტალიაში და გადაწყვეს ყველაფერი აბსოლუტურად მოროკოელი ემიგრანტი რო იყო რა ეს ვიღაც რომელსაც თანაც რაღაც მოხდა რა ზუსტად აღარ ვიცი რა ინციდენტი მოხდა პოლიციასა და მიგრანტ შორის და გარდაიცვალა ადგილზე და გადაწყვეს მთელი იტალია ისე დღეში არის და მე ამაზე მაქვს და საუბარი რომ თვითონ დიდი სახელმწიფოები, ხო, აი დიდმა სახელმწიფოებმა როგორღაც შეიძლება ამ ყველაფერს გაუძლონ, ხო, აი რაღაც კონკრეტული, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ეხა იგივე საფრანგეთი, იგივე გერმანია, იგივე თუნდაც ჩვენი მეზობელი იყოს, თურქეთი იყოს 80 მილიონთან გვაქვს ძირითადად შეხება და ის 80 მილიონი რაღაცით თუ აიტანს რაღაც დროით ამ თუნდაც ბევრ ემიგრანტს, ხო, 3 მილიონიანი საქართველოს ამას ვერ აიტანს, ხვდები? ეს 3 მილიონისთვის იქნება, აი შეგვჭამენ რა, მარტივად შეგვჭამენ, გამიგე, როგორი მომენტია და თვითონ სახელმწიფოს ნახე, არ ვიცი რამდენად ალბათ შენს გაგებული გექნება ეს ინციდენტი. მანამ სანამ ეს ფაქტები მოხდებოდა თელავში ქორწილის ინციდენტი და სანამ ეს დოდარ დუმბაძის ამბავი მოხდებოდა ამ ყველაფრამდე ცოტა ხნით ადრე არაბებმა 15 წლის ბიჭი გააუპატიურეს. მე ჩემი ერის უმრავლესობა ფეხზე დამდგარი, აყვირებული, გამწარებული, გავეშებული არ მინახავს და ამაზე მწვავე რეაქციები რომ გქონოდათ პოლიტიკოსებზე მაქვს საუბარი თუნდაც აქეთა ფლანგი ეროვნული თქვი შენ, არაეროვნული თქვი, ვის არ უნდა სტყინოდა ესეთი ამბავი? რატომ არ ატყდა აჟიოტაჟი, რატომ არ ატყდა ხმაური ამ ამბავზე და რატომ ჩაიფარცხა ესე, ვითომც არაფერი? ეს ხომ ერთია, მაგრამ გავიგეთ საზოგადოებამ, მაგრამ რაც არ ვიცით, რამდენი შეიძლება იყოს. კი, ძალიან ბევრი, ბოლო პერიოდში მე ვფიქრობ, გიორგი, სპეცსამსახურები ძალიან მაგრად ამუშავდა საქართველოში.
ყველა კუთხით მიდის ქვეყანაში დარტყმები. ყველა კუთხით. ნახე და უკვირდი, არის კუთხურობის ამბავი, სადაც კუთხეებს, კონკრეტულ კუთხეების გამარგინალებას და გაშავებას ცდილობენ და მე მაქვს საუბარი იმ კუთხეზე, რომელიც ძამწუთას ვიმყოფები სვანეთის რეგიონზე. არ მინდა თავად ის ფაქტი ვახსენო, რაზე არა, რა ფაქტზეც მაქვს ლაპარაკი, შენც მიხვდები და საზოგადოებაც მიხვდება, მაქსიმალურად მიდის რეგიონის არა იმ ფაქტის განხილვა, რაზეც თქვათ იმ ადამიანს პრეტენზია აქვს და რისთვისაც უნდა თქვათ სამართლიანობისთვის ბრძოლა. ამაზე არ მიდის საუბარი. თვითონ რეგიონის გაშავებაზე მიდის საუბარი. ეს აქ არის ჯგუფები ტელეგრამ არხებზე შექმნილი და მიდის პირდაპირ კუთხურობაზე ხაზგასმა და პრობლემების ხელოვნურად გაღვივება. მიდის კითხვები, მეგრელი ხარ თუ ქართველი ხარ? სვანი ხარ თუ ქართველი ხარ? ანუ რას უნდა ნიშნავდეს ეს? პლუს ამას გავითვალისწინოთ ისიც, რომ როდესაც აფხაზეთის ომი მოხდა, მაშინ ბრიტანული დაზვერვა ძალიან აქტიური იყო საქართველოში. ახლა უკვე იმდენი კუთხით ხდება ქვეყანაში დარტყმა, მორალი იქნება, კულტურა იქნება, ყველა სფეროზე მიდის დარტყმა. მე ვფიქრობ, აქ უკვე სპეცსამსახურები ძალიან მაგრად არის ამუშავებული სხვადასხვა ქვეყნის და აი სოფლიოში მიდის ისედაც დიდი ომისკენ მზადება და ჩვენ რატომ უნდა გავეხმაროთ მაინც ამ ქართლში ცოტა ბოდიში ნახე, ზუსტად მაგ სოფლიოზე გვინდოდა დღეს საუბარი, მეც სხვა კუთხით ვიყავი კიდევ უფრო მეტად, ხო, მომზადებული, მაგრამ ხა ეს უბრალოდ წინა შესავალი არ შემიძლია რომ არ გვეთქვა და იგივე ეს ბატონი ნოდარ დუმბაზის თემა იქნება თუ საზოგადოების ასე ვთქვათ დამოკიდებულება ჩვენი მეზობლებისადმი და ნახეთ ხალხო როგორი მომენტია. აი ხა ვინც წერს თუნდაც აქ კომენტარებში რომ აი ზოგისთვის ვართ ერის გამყიდულები, ხო? გასაგებია კი ბატონო, მაგრამ ჩვენ რო ვიძახით იმას, აი თქვენ მოგმართავთ რა, აი ვისაც გულზე არ გეხატებით ეხლა, ხო? რომ ჩვენ რო ვიძახით იმას, რომ რუსოფობიული დამოკიდებულება არ უნდა გქონდეს რუსეთისადმი მეთქი. ჩვენ ფაქტობრივად რუსეთში ყველა სახელმწიფოს გულისხმობთ, ესე არ არის ეკლა? ბჭო, რუსოფობიული კი არა, გინდა სომხეთი იყოს, გინდაც თურქეთი იყოს, გინდაც ირანი იყოს, გინდაც არაბეთი იყოს, არავისი მისამართით არ უნდა გქონდეს ესეთი დამოკიდებულება, რომ ვაიმე ამას ხედავდა, აი რაღაც სახეზე ხელები აიფარო და სახე იხოკო და ამბები, ხო? კომენტარები მაგაში არა. ჩვენ გვინდა რეალურად ყველა სახელმწიფოსთან ურთიერთობა და კონკრეტულად ის ურთიერთობა, რომელ ურთიერთობაშიც საქართველო იქნება გამარჯვებული, დიპლომატიურად გამარჯვებული. სოფლიოა, დღევანდელი სოფლიოა ესეთი, ხო? რომ შენ ვერ ჩენს მეზობლებს და ვერც რეალურად სხვა ეს გადამთიელი იქნება თუ აგერ იაპონიის და ამერიკის მაგალითი, რატომ მოიყვანეთ, რომ ერთი არის აბსოლუტურად აზიის კონტინენტზე, მეორე არის აქეთკენ დასავლეთ ასე ვთქვათ, ნახევარსფეროში და ერთმანეთს ემეგობრებიან არა და მათ შორის რა მოხდა, ხო? და ხა შენ რა შვები კაცო ვერ გავიგე აქ რა ვიცი აი რო შეიძლებოდეს ალბათ რუსეთის აწევა და სხვაგან გადატანა ალბათ გადაიტანენ მაგრამ არ შეიძლება ხო ვერ იზავ მაგას გიორგი ახლა ვერ გავეკეთებ ორმაგ სტანდარტებსაც ქვეყანაში გიორგი ნახე რატო ვამბობ ორმაგ სტანდარტებს არა, ორმაგი სტანდარტი ის არის, ბოდიში ერთ წუთი ორმაგი სტანდარტი რეალურად ეკლა რა არის? ორმაგი სტანდარტი არის ის, რომ ის რაც შეიძლება ერთისთვის, არ შეიძლება მეორისთვის, ხვდები? და არ შეიძლება რეალურად იმიტომ, რომ ვიღაც ადამიანს, რომელიღაც ეს ნაცია იქნება თუ რა ვიცი, სტატუსი იქნება თუ თანამდებობა იქნება თუ ეროვნება იქნება თუ რაც გინდა ის იყოს, ვიღაც არ მოსწონს რაღაცის გამო, ხვდები? და თუ რეალურად ჩვენ იძახიან ეხლა რომ აი ის რუსი ხალბატონი გაილახა ხო და ვიღაცის თავისუფლება რაღაცაში შეიზღუდა რა ვიცი ეხლა აგერ კაცო ჩვენს გზნობებზე რო ითამაშა ამ ბიჭმა და ამხელა ბუმბერას პიროვნებას პირდაპირ ეთერში რო შეაგინა ჩემი უფლებები არ შეილახა ამით გიორგი ნახე რა მინდოდა თან მაგამ ბავში კიდე ეს თქმა მინდოდა ყველაზე დიდი უბედურება ჩემთვის რაც იყო და კატასტროფულად დასანახი როდესაც ეს კადრები ავტვირთე წაკითხulis გააზრებაზე აღარ მაქვს ლაპარაკი რა თვითონ ფაქტს რო უყურებს ხალხი რაც თვალით დაინახა იმაზეც კი არ აქვს რეაქცია ამაზეც აღარ მაქვს საუბარი მე აქ ქალებზე მაქვს საუბარი აი მამაკაცები რომ ამართლებდნენ და უფრო მეტი უნდა ექნათ იმაზე უარესებს ქალები წერდნენ მაგრამ უბედურება ისაა რამდენიმე დღეში მოხდა ნოდარ დუმბაძის საკითხი და როგორც გუშინ გაირკვა მე ეს ბიჭი
ვიღაცა დახვედრია ქუჩაში უცემია და სუსტად ის ხალხი აყვიდა და აყაყანდა რომ აი ძალადობას ქონდა ადგილი და გმობთ ძალადობას სუსტად ის ხალხი გიორგი ვინც ანუ ძალადობას ეროვნულობა გააჩნია თურმე ეგეც აღმოვაჩინე ამ აღმოჩენის წინაშე დავდექი ის რადგან რუსი იყო და რუსულენოვანი მოსაუბრე იყო ძალადობა გამართლებული იყო და კი ძალადობასო იძახდნენ და 2-3 დღეში უცებ ამავე ხალხმა პლასტინკა შეცვალა და ქალები რომლებიც ძალიან გაყვიროდნენ და გამოდიოდნენ ვაიმე გმობთ ძალადობას სუსტად ისინი ეთანხმებოდნენ რომ უარესიც უნდა ექნათ და ჩვენ რო ყოფილიყავით უარეს უზამდით ასე უზამდით დააკლო ისო დანარჩენი დაქალებიც უნდა ეცემაო ხო არა მარაზმია ჩვეულებრივი იმიტომ რომ მე რას ვიძახი იცით ეკლა რომ საზოგადოების ეს ნაწილი რომელიც 24/7-ზე ემსახურება იმ იდეოლოგიას რომ უნდა ვიძახოთ ჩვენ არა ძალადობა ზუსტად აი ამ ხალხმა ფაქტობრივად იძახა ის რასაც შენს ამბობ ხო მეც რა ვიცი ხა მეც ხო ვკითხულობდი ხა კომენტარებს და რავი გამიკვირდა ბევრისგან გამიკვირდა რომ რატომეტი არ გააკეთა რატომეტი არ უქნა რატო ასე ვთქვათ არ ჩააქვესკნელა ну ძალიან კომენტარებში მდგომარეობაა გიორგი ვერ გავუბივართ ფაქტს კი არა გამიკვირდა რა ხედავ კომენტარებში მდგომარეობა რა კუთხით გამიკვირდა იცი რომ მე არ ვიცი ხა ეს კამერები ალბათ იქ არის დამონტაჟებული და კიდე მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი და კიდე ალბათ მომდენო დღეებში რაღაცები გაირკვევა ხა ვინ იცი შეიძლება ეს ადამიანი რასაც ამბობენ იქ მყოფი ზოგიერთის ოჯახის წევრი ზოგიერთის მეგობარი ხა შეიძლება მართლა ძალიან ამაზრზენად იქცეოდნენ ეგოგოები და რა მოხდა კიდე კაცმა გაიგო მაგრამ ჩვენ უბრალოდ იმაზე გქონდა ხო საუბარი კონკრეტულ ფაქტზე გქონდა საუბარი რომ აი მარჯვენა ჰუკით ფაქტობრივად ნუ ადამიანი მიწასთან გაიფინა რა მით უმეტეს ეხა ბიჭის და გოგოს ფიზიკურ იმაზე ამ შემთხვევაში კონტაქტზეა ხო საუბარი და ეხა ეხლაც რო ესეთი რაღაც ხდება ან იგივე თუნდაც შენს მიერ მოტანილი მაგალითი რომ რაღაც პერიოდების უკან ეს საქართველოში არაბმა რო გააუპატიურა ეს ადამიანი ხო და რამდენი ეგეთი რაღაც ხდება ეხა კიდე კაცმა გაიგოს მაშინ ეხა ჩვენ დავდგეთ კაცო ანუ და რაც მოხდება და რაც არ მოგვეწონება და რაზეც მართლა არის ესეთი აღშფოთება ხო თუნდაც და მეცაც გეტყვი რა თეკლა რა აი მეცაც გეტყვი ხო ეპშტაინის ფაილები იყოს აი ეპშტაინის ფაილები იყოს რა მე ძალიან გამიკვირდა იცი იმიტომ რომ თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტმა ხო ეს ხო არ არის რაღაც მოგონილი ამბავი ხომ არ არის ან ტყუილს ხო არ ვიძახით არა გამოაქვეყნეს კადრები სადაც რა ვიცი აი მამა ბუში მაპატიეთ ეხლა თქვენს აუდიტორიასთან მაგრამ აუპატიურებს ადამიანს და გაუპატიურებულ ადამიანს კლავს ბოლოს ზოგს ხელფეხის ამპუტაციას უკეთებენ და ეგრე უნდათ სექსუალური კონტაქტის დამყარება მე მაგ ადამიანებთან ზოგი წამალში იხჩობა ზოგი რა ვიცი ну არ ვიცი რაღაც ბავშვებს რას უკეთებდნენ და რა ვიცი საბავშვო პორნოგრაფია ცალკე იყო კიდე მან ესე არ არის ანუ ტყუილს ვიძახი რა მე ეს ანუ ამაზე მაშინ საზოგადოება რატო არ აღშფოთდა მე ეს მაკვირვებს ხვდები ნაკლები ამბები მოხდა მსოფლიოში ვერ ხვდები მე მაგიტომაც ვიძახი რომ ეს ორმაგი სტანდარტები მაგიჟებს უბრალოდ რა რომ თუ შენ კი ბატონო ხო აი ძალიან ცუდია კაცო რაც ცუდია ვიძახი იმას რომ არ არის სასიამოვნო მაგრამ მაშინ სხვა რაღაც რომ მოხდება სხვა კიდე ცუდი რაღაც რომ მოხდება იმაზეც ამოიღე ხმა და ნოდარ დუმბაძეს რაც შეეხება კიდე ერთხელ ვიმეორებ არავის ხალხო რა ეხა იცი რას იძახიან რომ მაგანო ზვიადიო ციხეში გაუშვაო, გაიგე ხო ეს მოსაზრებები და მოაწერაო იმასო ხელიო, ну აი რაღაცა ცუდი საქმეები აქვსო გაკეთებულიო. შედელო ცვილიშვილო, ცუდს რო ხედავ, კარგს რატო არ ხედავ? და ნორდარ დუმბაძის ისტორია ეგრე მაგრად გაქვთ თქვენ შესწავლილი, რომ იმან თუ ვინმე ციხეში გაუშვა, ჯერ მარტო ის მაინც გამოიკვლეთ, რისი გულისთვის გაუშვა. ან იმ ბნელ მართლა საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც დიქტატურა იყო განსაკუთრებით ის თავისუფლებაზე. კაი დედიშვილი ყოფილიყავი ერთი და იმ განცხადებაზე თუ რაც მოვიდოდა ხელი არ მოგეწერა, დედაბუდიანად ამოგთხრიდნენ. შენ რა იცი ელემენტარულად იმან რომ ხელი მოაწერა იმ დოკუმენტს ხო თუ იმ ასე თქვათ რაც დაუდეს წინ რა გულზე მოაწერა და იმას რა უძღოდა წინ. ეხა შენ კარგად მიცნობ თეკლა ხო რეალურად და ეხა მეც მქონია ჩემი ასე თქვათ სტატუსი, მეც მქონია ჩემი თანამდებობა და ზოგიერთ ასე თქვათ
სიტუაციაში, აი მართლა ყოფილა რა ისეთი სიტუაცია ყოფილა, აი ინას ჩემს თანამშრომლებთან, ვისაც სტატუსი აქვს, ზოგიერთ პოლიტიკოსს ვიცნობ, ზოგიერთი უცხოელია მათ შორის, ზოგიერთი ასე ვთქვათ, რა ვიცი, რაღაც თანამდებობის პირია და ყველას იმესმის, იცი, იმიტომ რომ ეს მეც გამომიცდია, ხვდები? და აი მაგალითად, თუნდაც თანამშრომლების შერჩევა იყოს რა, ან ვიღაცის გაშვება იყოს სისტემაში. იქ მე თვითონაც, აი ზოგჯერ მე თვითონაც ხო ხვდები, ხო, მიმიღია ისეთი გადაწყვეტილება და რომ ჩემი თავისთვის მithქვია რა, ჩემი თავისთვის მithქვამს, რომ ეხლა მეთქი ვიღაც რომ იყურებდეს შორიდან, ალბათ იტყვის, რომ ეს ბიჭი არის ჩვეულებრივი გარეწარი რა, მაგრამ ხანდახან ხარ ისეთი, აი გიწევს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, უბრალოდ გიწევს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომ სხვა გზა არ არის, ხვდები? და მე ამაზე მახსენდება რა იცი? აი წინა დღეს ვიდეოში ეს ბატონი შავლაც ამბობდა და ეგ ისტორია ვიცი რა და აი შენთან მოვყვები თუ შეიძლება ლაივში ხო შეიძლება რომ მოვყვე რა იცი? ძალიან საინტერესოა ისა ქვია ისტორიაა რა ეს ძალიან გენიალური პიროვნება იყო აი ძალიან მაგარი პიროვნება იყო ბულგარეთის მეფეზე მაქვს საუბარი ბორის პირველზე ეს ის ბორის პირველია რომელიც წმინდანად არის შესული დედა ეკლესიის დადგენილებით და მის მიერ არის სხვათა შორის ბულგარელები გაქრისტიანებული რა და სერბები რო შემოესივნენ თავად მუტიმირი იყო თუ სწორად მახსოვს ერთ-ერთი სერბეთის მთავარი და შემოესივნენ რა კაცო ეს სერბები და აღარ ანებებენ გამიგე თავის მიწაზე დგომას რა და ეხლა წარმოიდგინე რომ არ უნდა ამ ბორის გენიალური მეფეა რა უნდა რომ ქვეყანაში კონდეს სიმშვიდე კონდეს არ უნდა რომ ჯარში კონდეს დანაკარგები და მით უმეტეს ძლივს რაღაც შეაკოწიცა ქვეყნის ასე ვთქვათ აღმავლობისკენ არის ქვეყანა წასული და ამ მით უმეტეს ეხა სერბებს არ შენ იცნობ თუ არა, მაგრამ ძალიან ტანმაღალი ხალხია, საკმაოდ ისეთი ჯანიანი ხალხია რა და არ უნდა ბიჭო ეს ომი გამიგე? ხო და შემოვიდნენ ახლა ეს სერბები და ეს ეუნება ახლა სერბი თავარი ამ ჩვენს ბორის რო უნდა გამატაროო რა, იმიტომ რომ ტერს უნდა დავედევნოო. ახლა ეს ბორისიც ხვდება რომ ნუ გაუშვა შეიძლება ამიციოკოს საერთოდ ქვეყანა, სად გაუშვა? და ეუნება რომ წადიო კაცო სხვაგან იარეო საზღვრიდანო სხვა მხრიდან გადადიო რა და არაფრის დიდები ბოლო სამ სურვილზე შეთანხმდნენ გამიგე და რა სიტყვო აი რა ასე ვთქვათ მოგცეო რა კონკრეტულად თუ რა ის გინდაო ესე იგი რა სურვილები გაქვსო რომ შენო აქედან გახვიდეო რა და სამი სურვილი მაქვსო და ეხა პირველი სურვილზე ეუნება რომ შენი ცხენი მომეციო რა ну ესე იგი ცხენი ყავს თეკლა ვერ გეტყვი აი ამ მეფეს ესე იგი ჯარში მაგასთან ერთად იბრძვის რო იტყვიან მაგასთან ერთად აი იძინებს იღვიძებს რომ საუკეთესო მეგობარია რა ну ჩამოხტება ამ ცხენიდან და ну ეტყვის რომ მიეცი თუ აგერ ეს ცხენიო რა ну ესე იგი ცხენი არის სახეზე რო შეხედა ვაწერია რომ რაშვები მყიდიო კაცო ესე იგი სრემლებისთვის ფილმიც არის ამაზე სხვათა შორის გადაღებული და ну ხუთი კაცი ძლივს გადაიყვანს მეორე ნაპირას ამ ცხენს რა აბა მეორე სურვილი რა გაქვსო და შენო სერბიას სული გიყვარსო რომლისგანაც იყო ასე ვთქვათ უკვე დაფეხმძიმდა რა ეს ხალი ამ ბორის პირველზე და ეგ ხალი სამეფოში უნდა დააბრუნო ну გადაირევა ახლა ამაზე წარმოიდგინე შენ იმის მერე სხვათა შორის ну ამ მეფეს სიყვარული აღარ ქონია რა თავის დღედამოსწრება რა და ну ეტყვის რომ მიეცი თუ ეს ხალბატონიო რა და ეს ხალბატონი მერე სხვათა შორის თავს მოიკლავს ну შევა მერე კარავში ახლა და მესამე სურვილის დრო მოდის რა და აი ესე აქ უკვე ხელები რა ხო ხვდები რომ აი რაღა გინდაო რა აი ჩემი საუკეთესო მეგობარი დაგითმეო ხო აი დაგითმე და სიცოცხლეც თან გაყვაო რა ჯო ხალბატონი დაგითმეო ესე იგი აი იმის მერე აღარ გამრავლებულა ხო ხვდები და ну ამასაც სული გააყოლა ფაქტობრივად და ვეღარ ლაპარაკობს აი ფეხზე ძლივს ადგას ეს კაცი და კიდე რა მოგცეო რა სიტყვო ეხლაო რა და აგერო საზღვართანო ერთი ბორცვიაო ეგ ბორცვიო დამithმეო და აქედან წავალ პირდაპირო რა და ჯო ასეთი ასე თქვათ მეგობარი და ну საყვარელი პიროვნება დაგითმეო აი ჩემი სამშობლოდანო კენსარ და გაგატან დაუდგეთ ვიომოთ რაც არის
რა და რომ მიხდება მე ხა ეს ადამიანის რომ ვინ იყო კონკრეტულად ხო ეს ბორისი ეთქვის ჩარს რომ მიეცითო კაცო ყველაფერიო აი მართლა მაგარი პიროვნება ყოფილხარო და გაეცლება იქაურობას რა მე ამაზე მახსენდება ხოლმე ყოველთვის ვაჟას სიტყვები რომ სამშობლო როგორც უფალი ერთია ქვეყანაზე და ხო ამ საზოგადოებას აი ამის შეგრძნება არ აქვს ხვდები სამწუხაროდ ეს ის ფაქტია რაც ქართველობამ დავკარგეთ დღევანდელ ხო დავკარგეთ ანუ ძალიან დავკარგეთ სამწუხაროდ ძალიან დავკარგეთ დღევანდელობაში და ესეთი ლეგენდარული აი ფოლკლორები ხო რაც არის რა აი რატომ მოიყვანე ხა ეს მაგალითი იცი იმიტომ რომ არა მარტო საქართველოში არამედ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც კი ხო ის დიდებული მეფეები იქნებოდნენ რა ვიცი წარჩინებული პირები თუ ასე შემდგომ ყველაფერს თმობდა ხვდები ეხა აი ამ მეფესაც ხო რატომ მოუყევი ეხა ეს ისტორია გენიალური ისტორია ფილმიც არის ამაზე გადაღებული აი ფილმში ეს სცენები ხდება ესე იგი ატირდები რა ფაქტობრივად რა რო აი განსაკუთრებით ის მომენტი რო ეხო გეუნები ესე იგი ცხენი ძლივს გადაიყვანეს აი სახეზე ეწერა რა შვები მყიდიო კაცო ფაქტობრივად ხვდები მაგრამ სამშობლოს გულისთვის ხო შენ ცხენს კი არა და საყვარელ პიროვნებას კი არა თეიმურაზ მეფემ ხო აი საკუთარი ქეთევან დედოფალი გაუშვა ირანში სამშობლოს გულისთვის და აი აქ ჩვენ რო დღეს არაბებზე გვაქვს საუბარი ხო და ჩვენ რო დღეს იმაზე გვაქვს საუბარი კონკრეტულად ესე იგი კწანისის ტყეპარკზე ბჭო იმ კწანისის ტყეპარკში მეფე ერეკლე არ იბრძოდა თავის დროზე იქ 300 არაგველის სისხლი არ არის დაღვრილი და ბოლოს მეფე ერეკლე თაბორის ფრთიდან დაეშვა აი უკანასკნელი ის რო იყო რა ესე იგი სტრატეგია შეიმუშავეს უკვე ქართველებმა ბოლოს მაშინ ეგეთი რომ სხვა გზა აღარ იყო როგორმე აღა მაჰმად-ხანი ესე იგი უნდა მოექციათ ალყაში მის კარვამდე უნდა გასულიყვნენ ვიცით ხო ეს ისტორიულად და სასიკვდილოდ წავიდა გადმოსახედიდან ჩვენი სამშობლოს სიყვარულის გადმოსახედიდან საუბრობ მორალური ღირსების არა იცი რა არის ოდიში საკეთლა ერთი წუთი ვისაც საუბრებით ამ თემაზე და ვისაც გვინდა პრობლემა ეს არის იმათ ეს გამოცლილი აქვს ბოდიში ეს არის პრობლემა იმიტომ რომ შენ ხა ამბობ რომ მორალურობიდან და საკუთარი ბჭო თუ შენ საკუთარი ხალხი არ გტკივა შენ პოლიტიკოსი ვერ იქნები გამორიცხული ვარიანტია რა და ამ საზოგადოებას ვინც მარცხენა მხარეს დგას დღეს ხო პრეტენზია აქვს იმაზე რომ მოვიდეს ხელისუფლებაში და ქვეყანა მართოს და როგორ მართავ ქვეყანას თუ შენი ისტორია არ იცი შენი ზნეობა შენი კულტურა შენი მორალი თუ არ გაქვს ბჭო სახელმწიფოს როგორ მართავ მითხარი ერთი წუთი აბა გიორგი ეს ისტორია რატომ საუბარი ბოლო წლების განმავლობაში ბოლო 35-37 წლის განმავლობაში დაგვიყენეს ის რეალობა ცუდსა და უფრო უარეს შორის არჩევანი და დღესაც ეგ არის და დღესაც ეგ არის ვინც გინდა იყოს პოლიტიკურ ფლანგზე ვინც პოზიციონირებს და ვინც თითქოს ხმას იღებს ყველა მხოლოდ და მხოლოდ როგორც ხედავ მე ესე ვხედავ უკვე და კითხვები მიჩნდება და თუ საწინააღმდეგო გვაზრის დამტკიცება შეუძლიათ ჩემი ყველასთვის ღია და ჩემი ლაივის ფორმატი ყველასთვის ღია, მაგრამ როდესაც თავს იკავებ და მხოლოდ შერჩევით კითხვებზე გინდა პასუხების გაცემა და რეალურ შეკითხვებზე, რომელიც საზოგადოებას აწუხებს და უნდა დაგისვას კითხვები და ამაზე შენ თავს არიდებ, მე უკვე მეჭვები მიჩნდება, რომ იქ რაღაცა არ მიდის ჯანსაღად, ხო? რა ხდება რეალურად? ეროვნული არა ეროვნული ოპოზიცია იქნება თუ ვინც იქნება დღეს ყველა აკეთებს რეალურად იმ საქმეს რაც სისტემას მოეწონება იმიტომ რომ ამ სისტემას აწყობს დაყოფილი საზოგადოება და ყველა აქეთ-იქეთ იკაჩებოდეს და არავის სკამის ინტერესი ცხოვრებაში სკამის ინტერესი არც მქონია და არც მექნება მაგაზე გეტყვი რა შენ ახსენებ სისტემას ნახე შენ ახსენებ რეალურად სისტემას მაგრამ ერთი რაღაც არ დაგავიწყდეს რა შენ თუ გინდა რომ როგორმე სისტემა შეცვალო ჯერ ალტერნატიული სისტემა უნდა შექმნა აი მე გისვა შეიძლება მიიყვანეს საზოგადოებამ მდგომარეობაში გიორგი რომ რეალური ძალა არ შეიქმნას წაპირწო აი ამაშია საქმე რომ მე გისვა მკითხვას შენ ალტერნატიულ სისტემას რომელიც ამჟამინდელს დაუპირისპირდება ხედავ
იცი რატო ვერ ხედავ გიორგი ყველა ზუსტად იმავე ჭრილში ხედავს მე მოვალ დავჯდები სკამზე და მე უკეთ გავაკეთებ და არა შევცვლის სისტემას და სხვა სისტემით მართავ ქვეყანას და ამას ძალიან გონიერება ჭირდება შენ გახსოვს ჩვენი წინა ლაივები მე რამდენჯერ თქვი ხო რამდენჯერ თქვი ეგრო მე გამომიცდია და სკამზე ჯდომა რას ნიშნავს ვიცი ბევრისგან განსხვავებით და მეც რო ვამბობდი და არა მარტო მე იგივე თუნდაც ჩემი კოლეგები ბევრი კიდე ვინც ვიცი ხო აი ყველას აქვს ეგეთ ადამიანს რა იცი როგორი შეგრძნება რომ მე მოვალ და გავაკეთებ მაგრამ რომ მოხდა იმაში რომ დგები და ახლოს რომ მიდიხარ და მე მართლა რომ სკამზე ჯდები ხო იმ გადმოსახედიდან მე დაინახავ რომ თურმე ბევრი რაღაცის გაკეთება ძალიან ძნელი ყოფილა გამიგე გიორგი იცი რა კითხვა მაქვს შენთან რეალურად რასაც ხედავთ ეხა პოლიტიკურ ველზე იქიდან გამომდინარე მინდა იმ ჭრილში ვისაც ხედავთ თუ გსმენია ვინმესგან დაპირება ან წინადადება ესეთი რომ ჩამოვანგრევთ ამ სისტემას და სხვა სისტემით ანუ ამ სისტემის ჭრილში არ ჩავჯდებით მხოლოდ და მე ვხედავ მხოლოდ იმას რომ მე ამირჩიე მე უკეთესი ვიქნები თორე ეს სისტემა შესაძლებელია პოლიტიკოსებისგან მე ნაკლებად მსმენია და ამ სიბინძურეში მე სულ ამას ვიძახი ბოლო ხანია გიორგი რომ დამპალ ფუნდამენტზე მყარს ვერაფერს ვერ დააშენებ ხო თუ მთლიანად ის დამპალი რაც არის ისიც არ მოაშორე და სუფთა ფესვებიდან არ დაიწყე ხო საძირკვლის ჩაყრა რა გინდა აშენო რა გინდა გამოასწორო და რა გინდა გააკეთო ხო ყველა გუპირდება რეალურად ამას გავაგრძელებთ მაგრამ მე უკეთესი ვიქნები მასზე მაგრამ ამ სისტემას ჩამოუშვი ეს მე ჯერ არ მსმენია პოლიტიკოსების მხრიდან იცი რა არის თეკლა რეალურად ხაზგასმით ვამბობ რა საზოგადოება მოძრაობს უფრო ძალიან ილუზიურ სამყაროში რა სწორად გამიგე რის თქმაც მინდა ამიტომ აი შენ უფრო საუბარი მიყავს საითკენ იცი ეხების სისტემას მე განა მაგაში არ გეთანხმები ძალიან გეთანხმები მაგაში და მაგაში ყველა ნორმალური ადამიანი დაგეთანხმება მაგრამ სიღრმეში არ ვიცი რომელი ადამიანი შემოგვხვება კიდე ამ საუბარში მე პრობლემა არ მაქვს თუ გინდა შევიდეთ მაგრამ ბევრს გაუჭირდება იცი რატო იმიტომ რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ კონკრეტულ ასე ვთქვათ აი ამ სტრუქტურის მინუსებზე ჩვენ იმაზე უნდა ვიფიქროთ გიორგი ამ სისტემის ძალამ შეძლო საზოგადოების ამ მდგომარეობამდე მოყვანა ამ სისტემის სათავეებში ვინ არიან გლობალისტები და სიონისტები ხო თავიდან ბოლომდე ხო აი რომელ სიონიზმზეც მათ საკეთებელს აკეთებენ წლების განმავლობაში გიორგი ხო რომელ სიონიზმზეც რა ვიცი ხა მოდი რამდენიმე წუთი ამასაც ვისაუბროთ რომ თემას ძალიან არ გადავსწრებით ხო იმიტომ რომ ეხა ჩვენ როგორც ვიცით ჩემო კარგებო ირან-ისრაელის ომი განახლდა მე ვამბობდი და მაგიტომაც მომიწვია შენ ეთერში რომ ეს ომი მიიღებდა საკმაოდ ისეთ მძიმე ფორმებს ნუ ელოდებით იმას რომ მაგ ომში სანამ ირანი დგას ფეხზე მოხდება რაღაც შეთანხმებები ზავები ხელშეკრულებები რაც ბოლო 2 თვის განმავლობაში ვიხილეთ, რამდენჯერ დაიდო საზავო ხელშეკრულება? დაირღვა, ეს გაგრძელდება. აუცილებლად ეგრე გაგრძელდება იქამდე, სანამ ირანს მართავს კონკრეტულად აი ეს აიათოლების რეჟიმი, იმიტომ რომ ეს რეჟიმი მრავალგზის მithkomს და ახლაც ვიტყვი, ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს ისრაელისთვის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. თვითონ შეერთებულ შტატებს ძალიან სურს რომ ჰორმუზის სრუტეში იმოძრაოს ამერიკულმა დოლარმა, ეს მაგათი, ასე ვთქვათ, გენიალური ჩანაფიქრია და ტრამპს ამის სურვილი გააჩნია, აქვს მან დასძინა და აღნიშნა კიდეც რომ ჰორმუზის სრუტეში ირანი და ამერიკა ერთად იქნებოდნენ აი ამ ნავთობის გადამყიდველები და არ ვიცი ხა შემდგომ უკვე ეს პირობები დაირღვა, იმიტომ რომ აქ იემენელი ჰუსიტები გამოვიდნენ წინახაზე, რომლებმაც საუდის არაბეთის სხვადასხვა გემები ამოიღეს მიზანში, ზოგიერთი ტანკერი ჩაძირეს, მოკლედ არის ურთულესი მდგომარეობა რა. ამიტომ აი ამ რთულ მდგომარეობაში ხო, აი ძალიან მალე მე ამაში თუ ესე გაგრძელდა მით უმეტეს პროცესი და მართლა რეალური მოლაპარაკება, ის მოლაპარაკება, რომელიც როგორმე გააჩერებს აი ამ ომს,
არ შემოვიდა და მე მეეჭვება რომ ეს ყველაფერი შემოვიდეს. გიორგი თითოეულ მოლაპარაკება სპეციალურად არის დროებითი გადაიარაღებას ასწრებენ და ხელსებას ასწრებენ მარაგებს. 99%-ით დარწმუნებული ვარ, მაგრამ სადღაცას 1% მაინც გვერდზე დავტოვოთ, ხო, მაგაზე მაქვს საუბარი ძირითადად. აი 99%-ით გეუბნებით, რომ მაგ ომში მოხდება უდიდესი შეტაკება და მე ანალიტიკოსებს, ხა ჩემი კოლეგა ანალიტიკოსები კიდე ვინც არიან, ვისაც უსმენ, ხო? ბევრი ამბობს უკვე რეალურად იმას, რომ საუბარი მიდის ხერგის კუნძულზე, აი საიდანაც შეიძლება ამერიკული დესანტის გადასხმა, შემდგომ ბრძოლების დაწყება, მაგრამ ურჩევენ კიდეც და მეც ურჩევ ზოგადად შეერთებულ შტატებს, რომ ეს მათთვის, ვიეტნამი იქნება მონაგონი. ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩავარდებიან თვითონ ამერიკელი და როგორც ებრაელი. ომი ფაქტიურად საკუთარი ხალხის საძარბაზნო ხორცს. კი, აი მაგიტო ვიძახი, რომ ვიეტნამი მონაგონი იქნება რაც შეულებრივად. მეორე ვარიანტი არის ირანის ატომური ელექტროსადგურების დაბომბვა, სადაც გაჟონავს რადიაცია, აქედან უკვე ძალიან მძიმე და როგორც ეკონომიკურ, ასევე ფიზიკურად უპირველეს ყოვლისა მდგომარეობაში მოექცევა ქვეყანა და მესამე ვარიანტი არის უკვე მაშინ ირანში ეს ატომი უნდა დაკიდონ, ხო, ან ისრაელიდან, ან უშუალოდ შეერთებული შტატებიდან. ეს სამი ვარიანტია, სხვა გზა აქ უბრალოდ არ არსებობს რა. ამიტომ რაც დრო გადის, რაც უფრო მეტი, ასე ვთქვათ, რაც უფრო მეტად უახლოვდებით ჩვენ აი ამ პიკურ, კულმინაციურ სიტუაციას, აი ეს უკვე ეს წუთები მოდის გამიგე, აი ეს დროება ფაქტობრივად დგება რა. მაგრამ საზოგადოებამ აი აქაც კი არ იცის, არანაირი წარმოდგენა არ აქვს თუ მაგალითად ვინ არის ირანი. ირანის საზოგადოებას გონიათ ეკლა ვინ იცი? რომ აი ირანში ასე ვთქვათ ხალხს კლავენ, ირანი ეს არის დეგრადირებული ცივილიზაცია, ირანი არის რავი, აი რა უწოდო რა, როგორც აი ჩრდილოეთ კორეას ყავთ მოკლედ შედარებული და აი ისეთ პრიმიტიულ განცხადებებს აკეთებენ ხოლმე, რომ შეულებრივად მომენტებში შოკი მაქვს რა. ბიჭო, ირანის ისტორიას რო გადახედო, დაახლოებით 4-5000 წლის არის რა. რა ვიცი ხა, ირანშია ბოლო-ბოლო აღმოცენებული ზარატუსტრა იყო, ყავდათ სუფიზმი, ხო, ეს ის სუფიზმია, რომელიც ქრისტიანულ გნოსტიციზმთან არის შედარებული. უდიდესი კულტურის, უდიდესი სასანიდური ირანი იყო, რა ვიცი, სეფიანიდები იყვნენ, ანუ არ ვიცი, აი ყველა დინასტიას ჰქონდა არნახული სახის საგანმანათლებლო ეპიცენტრი. აკვანი იყო ფაქტობრივად ირანი განათლების რა. იქ ზოროასტრიზმი იყო, სანამ მერე მიიღებდნენ უშუალოდ ისლამს. ამიტომ ირანული ცივილიზაცია, ხო გეუბნები, ეს ძველი აღთქმის დროიდან მოყოლებული დაახლოებით, აი აქამდე რო გამოხვიდე, ხო 4-5000 ასე ვთქვათ წელიწადს ითვლის და საზოგადოებას წარმოდგენაც კი არ აქვს ზოგადად რა სახელმწიფოს ეხებიან. ხო გეუბნები, ირანისთვის ეს სახელმწიფო, აი ირანელს რო გაიგებენ, გონიათ რომ ვიღაც ბომჟი მოდის. ხვდები? აი რა დონის ასე ვთქვათ ცნობიერებამდეა დასული დღევანდელი როგორც ქართველის, ასევე არ ვიცი ამ დასავლური ასე ვთქვათ ორიენტაციის მქონე ადამიანების აზროვნება და სამწუხაროდ ის ანალიტიკოსებიც კი, რომლებიც აფასებენ დღევანდელ ომს, ხო, ამ ომში ყოველთვის ავიწყდებათ ხოლმე ერთი რამ, რომ უშუალოდ ასე ვთქვათ ახლო აღმოსავლეთი არის ესეთი მხარე, რომელ მხარეშიც ჩვენ ეს მოგხსნოს თუ არ მოგხსნოს უნდა აღვნიშნოთ, ყოველთვის წინახაზე ამოდის ხოლმე რელიგიური მმართველობა და რელიგიური რეფორმები და დაბლა არის ხოლმე პოლიტიკა და პოლიტიკური მმართველობა. ამიტომ შეხედეთ დასავლეთში, ხო, აი დასავლეთის ცნობიერებაში ეს არის პირიქით, რომ დასავლეთში წინახაზე მოდის ხოლმე პოლიტიკა და დაბლა არის უშუალოდ რელიგია, მაგრამ ახლო აღმოსავლეთში არის აი კროსინგოვერი, ხო, მაღლა აყენებენ რელიგიას და დაბლა აყენებენ პოლიტიკას, გამიგეთ? ამიტომ ნებისმიერი გადაწყვეტილება განსაკუთრებით საომარ ესკალაციასთან დაკავშირებით, რაც არის, რაც მომავალშიც იქნება, რაც ყოფილა და რაც დაფიქსირდება, ძირითადად ეს ყოველივე მოდის უშუალოდ ასე ვთქვათ რელიგიურ ინტერესებთან რა. ამიტომ მე ხო გეუბნები ხა არ მინდა რომ
რომელიმე ანალიტიკოს თეკლა შეურაცხყოფა მივაყენო, ან რომელიმე ანალიტიკოსის მსჯელობა ეჭქვეშ დავაყენო, მაგრამ ზოგიერთს შემოკარგო, ხო? უსმენ ხო, ამ ადამიანმა მიკვირს ხოლმე ხა აი სახელებს და გვარებს აღარ ვიტყვი, მაგრამ ბჭო, კი შეაფასა სიტუაცია, მაგრამ რა შეაფასა? მიკვირს ხოლმე ხვდები, იმიტომ რომ თუ შენ ამ ამბავს შეხედავ მარტო პოლიტიკური თვალით, ვერ გაიგებ ამბავს. შანსი არ არის რომ შენ ეს ომი გაიგო, თუ ასე ვთქვათ, რწმენა წარმოუდგენს ეს რელიგიური ინტერესები ამ ყველაფერს გამოვაკელი. ვერ გაიგებ ამბავს რა. და ის რაბინ შნეიდერსთან, აი შენ ისა რა ქვია ხა, უკვე მე და შენც არ ვართ ხა მთლად ძალიან დიდები, მაგრამ აი ჩვენი მშობლების თაობას განსაკუთრებით კარგად ახსოვს და აი იცხაკ კადური იყო სხვათა შორის ებრაელების ერთ-ერთი მთავარი რაბინი, ასევე რაბინი შნეიდერსი, რომელ შნეიდერსთანაც 90-იან წლებში აი ამ ჩვენს ნეტანიაჰუს ჰქონდა ხო შეხვედრა როგორც ვიცით და ნეტანიაჰუს ეუბნება რა პირდაპირ აი ეს ასე ვთქვათ რაბინი რომ ჩვენ უკვე ლამის ნახევარი საუკუნეა სახელმწიფო გვაქვსო. ეკონომიკურად გამართულები ვართო, ქვეყანა გწნობსო, ქვეყანაში უკვე სოფლიოს გულისხმობს და რა დაგვრჩაო რა და მოშიახია მოსაყვანიო და ნუ ეს ნეტანიაჰუს ეუბნება რომ ჩვენ ვზრუნავთ და ჩვენ ვიზრუნებთ რომ მოვიდეს მესია ხო? ამიტომ ებრაელების და განსაკუთრებით მემარჯვენე ებრაელების ინტერესები ყოველთვის არის დაკავშირებული, იკვეთება რა, ყოველთვის მიდის ხოლმე აი ამ მესიანურ ასე ვთქვათ მსჯელობაზე, მესიანურ აზროვნებაზე. ამას ასრულებენ კიდეც მინდა ვთქვა, აი ბოლო დაახლოებით ნუ უკვე 30 წელი მაინც იქნება გასული 30-35 წელი მანამდეც საერთოდ იცი რა არის რომ აი საბჭოთა კავშირის დროს სტალინის შანაფიქრი იყო მაინც ასე ვთქვათ უშუალოდ ისრაელი ხო ჩვენ როგორც ვიცით და საქმე იცი რა შემდგომარეობს რომ სტალინის ინტერესი იყო რა რომ ახლო აღმოსავლეთში მას სურდა მას უნდოდა რომ ასე ვთქვათ მისი პარტნიორი დასაყრდენი ყოლოდა ხო რომ მისი გენიალური სიტყვებია კიდე განსაკუთრებით რომ აი უკვე 60-იანი წლებიდან მისთვის მნიშვნელოვანი რა იყო რომ აი გავხსნი მე საბჭოთა კავშირის საზღვრებს იმისთვის რომ საზოგადოებამ ნახოს თუ როგორი ცხოვრებაა ჩვენთან საბჭოთა კავშირში. ამიტომ ეს პიროვნება ხა სტალინი იყო უფრო მეტად აი იცი როგორი ადამიანი აი საკმაოდ ფართომასშტაბიანი პიროვნება რა და ახლო აღმოსავლეთში ისრაელის სახით მას სურდა რომ ხოლოდა ეკლა ისმის ჩემი ხმა ბოდიში ხო მე მგონი დაგირეკეს არა არ დაურეკეთ რატო გაიჩშა ვერ გავიგე ხო ბოდიში ხო საქმე იცი რა შემდგომარეობს რომ მას სურდა კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ხოლოდა სანდო პარტნიორი მაგრამ ხო გეუბნება შეერთებულმა შტატებმა ცოტა ისე საბავშვო ენაზე ვიტყვი დაასტუკა გამეკე და ეს წლების მერე ჩვენ როგორც ისინი უკვე ისრაელი და შეერთებული შტატები არიან გენიალური მოკავშირეები და ნუ ამის მერე იწყება ფაქტობრივად ის ებრაული ლობის აღმავლობა რაც იწყება რა და საზოგადოებას უნდა ახსოვდეს რა ერთი რაღაც რომ ის ბოლოჟამის პერიოდი რომელსაც თვითონ დედამიწა გადის ახლა და დედამიწა განიცდის ეს შემოკარგო ეს გაგრძელდება ესე ნუ გგონიათ რომ ეს მოვლენები აი ერთი ხელის მოსმით ესე დამთავრდება და რაღაც თავისი წერტილი ექნება ამ ყოველივეს არა ბოლო ჟამში პირდაპირ გვეუბნებიან წმინდა მამები და პირდაპირ გვეუბნება წმინდა წერილი რომ საზოგადოება უკიდურესად გაიყუნება მე რითი დავიწყე საუბარი გახსოვს ხო რომ იქნება აპოსტასია რა არის ეს არის უფლისგან განდგომილება ფაქტობრივად ხო ბოლომდე უნდა განუდგე შენ ღმერთს და ღმერთს როდის განუდგები როდესაც ადამიანი იქნება ზედონის ამპარტავანი მშობლების ურჩნი როდესაც ადამიანები დაივიწყებენ საკუთარ სამშობლოს საკუთარ ისტორიას საკუთარ წარმომავლობას როდესაც იქნება დაბეზღება როდესაც იქნება ზიზღი გაუტანლობა სიყვარულის ნაკლებობა აი ამ ყველაფერს ჩვენ ვეხებით ხო ამ დროში გვიწევს ცხოვრება არა ბოლო ეხა ამ ყველაფრისა რა არის შეხედე რა დარჩა დედამიწაზე და საზოგადოება უნდა მოემზადოს ამისთვის შინაგანი მზაობა როგორმე უნდა გამოხატოს იცი იმიტომ რომ ერთია როდესაც შენ თეორიული კუთხით რაღაც ამბავს იღებ მაგრამ მეორეა როდესაც ასე ვთქვათ
აი ამ ყოველივეს ბოლომდე გააცნობიერებ რა, იმიტომ რომ შენ შეიძლება ყურით თეორიულად გესმოდეს, მაგრამ ვერ მიიღო ეს ყველაფერი, ხო? ამიტომ ჯერ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ამას ექნება თავისი ლოგიკური დასასრული. ხალხო, ეს ომები, ეს პანდემიები, ეს სხვადასხვა სახის დაპირისპირებები, ეს გზაშია და ეს კიდე იქნება სამწუხაროდ. მე მესმის, რომ ეხა ბევრისთვის ეს არის რთული მისაღები და მესმის რა რეალურად, რომ ბევრი ადამიანი ამას ნორმალურად, ეხა სასიამოვნოდ ვერ აღიქვამს, მაგრამ სამწუხაროდ აი ამ დროში ვართ ჩვენ შესულები. ირანის წაქცევა გარდაუვალია, ძიმე რაღაცას ვიძახი, მაგრამ ეს გარდაუვალია. ადრე თუ გვიან მოხდება, იმიტომ რომ აი ძველ სპარსულ წყაროებში წერია ეს მე გადახედილი რაც მაქვს და აი სხვათა შორის 2012 წელს რო ხალხი გაგიჟდა გახსოვს ხო, ეხლა ბევრს ახსოვს ეს ყველაფერი. 2012 წელს რა მოხდა? 2012 წელს მოხდა ის, რომ მაიას კალენდრის ციკლი, აი რომელ ციკლსაც თითო ციკლი მაიას კალენდარში რამდენიმე ასეული, 1000-ეული წლისგან შედგება და ამას ეწოდება ბაქთუნი. ეგეთი სახელწოდება აქვს, აი ამ ციკლს ბაქთუნი ქვია რა. ერთი დიდი ციკლი დაამთავრდა, ბაქთუნი დაამთავრდა და შევედით ჩვენ საკმაოდ რთულ ციკლში, აი საკმაოდ აი ახალი ბაქთუნი დაიწყო რო იტყვიან, რომელ ბაქთუნზეც პირდაპირ წერია ის, რასაც ჩვენ ვხედავთ მაგალითად ქრისტიანულ ბოლო ჟამში. რაც შეიძლება შენ ნახო იგივე ინდუისტურ კალი-იუგას ეპოქაში. რაც შეიძლება ნახო მაგალითად შენ იგივე თუნდაც მუსულმანურ ყურანში, რომლებიც ელოდებიან დაჯალს, ხო? დაჯალი ეს არის როგორც ქრისტიანობაში არსებული ანტიქრისტე. მე გირჩევთ, ვისაც არ გაქვთ საკითხული, იყო ასეთი გენიალური წმინდა მამა, წმინდა იოანე კრონშტადტელი, რომელსაც აღწერილი აქვს დღევანდელობა, გენიალურად აქვს სხვათა შორის აღწერილი დღევანდელობა, სადღაც უახლოესი 100-150 წლის მისი მოღვაწეობიდან რო ავითვალოთ, თუ როგორი იქნება დედამიწის განვითარება ციკლობრივად და ის გვესაუბრება კიდეც აი ამ პენტაკლებზე, რო ხედავდა აი ამ ყოველივეს მას შესანიშნავი გამოცხადება ჰქონდა საამისოდ, ჰექსაგრამებზე, რას ნიშნავს დავითის ვარსკვლავი მათ შორის, დავითის ვარსკვლავში ჩატანებულია ეს ეგრეთ წოდებული 3-6-იანი და როგორი ასე ვთქვათ, ძალდატანება იქნება და როგორი ესე იგი დევნა იქნება ადამიანებისადმი, ხო? ეხლა საზოგადოებამ ისიც კი ვერ გააცნობიერა სამწუხაროდ, რომ კორონავირუსი და ეს პანდემია რაც იყო, ეს აცრები რაც იყო, ხო? ეს იყო ჩვეულებრივი შესამზადებელი, აი გენერალური აღრიცხვა. წარმოიდგინეთ ეკლა რა. გენერალური აღრიცხვა იმ კუთხით, რომ აი წარმოიდგინე რომ აი მაგალითად სტუდენტი მიდის გამოცდაზე, აი საბოლოო ფინალური გამოცდა რაც ქვია და ფინალურ გამოცდამდე ერთი დღით ადრე საკუთარ თავთან რო გაიარო, აი ეს გენერალური რაც უახსენე რეპეტიცია, ხო? კორონავირუსი დაახლოებით აი ამას ემსახურებოდა, ხვდები? და ამის შემდგომ უკვე წამოსულია ეს ომებიც, მათ შორის უამრავი პანდემიებიც და კიდე ასე ვთქვათ, უამრავი რამ, რაც იქნება, ხო, რეალურად აი ამ ომებიდან გამომდინარე და აი სოლომონის ტაძრის აღდგენა იყოს და ამ სოლომონის ტაძრის აღდგენის პროცესში აი ერთ-ერთი გენიალური ქრისტიანი მამა წმინდა ეფრემ ასური რას გვეუბნება თვითონ აი ეგრეთ წოდებული ანტიქრისტეს პიროვნებაზე საუბრობს, მის ფსიქოტიპზე საუბრობს, ხო, რომელიც გადმოგხსენს რომ ის იქნება მაგალითად თავმდაბალი, საკმაოდ კეთილი ბუნების, ვერ გაარჩევ, ვერ იტყვი რომ მასში არის სატანის სული ჩასახლებული. წმინდა იოანე ოქროპირი პირდაპირ იძახის რომ სატანა იმდენად იმოქმედებს და ისე იმოქმედებს ამ ადამიანით რომ ესე იგი შეცდებით და გაყვებით მას. წმინდა ანდრია კესარიელი მოვიტანოთ თუნდაც ერთ-ერთი ბურჯი დედა ეკლესიისა, რაც გვეუბნება რეალურად იმას რომ ისეთ სასწაულებს მოახდენს ეს ადამიანი დედამიწაზე, რომ კაცობრიობა შოკში იქნება ჩავარდნილი, ეს როგორ შეძლო, როგორ გააკეთა ამ ადამიანმაო. თუნდაც იგივე წმინდა პაისი ათონელი იყოს, ხო, რას ამბობს განსაკუთრებით, მას მოუწია 90-იან წლებში მოღვაწეობა, მაშინ როდესაც უკვე ტექნოლოგიური აღმავლობის წინაშე იდგა დედამიწა დამდგარი და პირდაპირ იძახის რომ ტექნოლოგია გამოყენებული იქნება ადამიანთა სამართავად. როგორც კონტროლის საშუალება, ეს იქნება უშუალოდ უდიდესი დევნის წინაპირობა, ტექნოლოგიური პროგრესი, ეს არის ფაქტობრივად გაწერილი პროგრამა იმისათვის, რათა ადამიანი საბოლოოდ მართო. ამიტომ ჩვენ გვიწევს აი ამ დროში ცხოვრება და ადამიანებს ამას რო ეუბნები შენ და აი ამაზე რო ესაუბრები, ხო?
შეიძლება საზოგადოებამ საერთოდ გიჟად შეგრაცხოს. ხვდები და ამ დროს შენ გიჟი კი არ ხარ, შენ აფრთხილებ საზოგადოებას თუ რა არის მოსალოდნელი, ხო? იმიტომ რომ იმ ბიბლიაში ჩვენ გვიწერია რომ დედამიწა ესეც ხო ნაწინასწარმეტყველებია. კი, გონიერს შეუტევენ და აი არაგონიერები არაჯანსაღად ვინც უყურებს სამყაროს მე გეტყვი, აი, მაგალითად. დაწუნებენ გონიერს რომ თვითონ არ არის გონიერი ეს პირდაპირ არის დაწერილი და ხდება პირდაპირ მე გეტყვი, დღე აი, ყველა მაგალითად, ნაწინასწარმეტყველები რაც იყო ხდება ნაბიჯნაბი. შეხედეთ წმინდა ეგნატე ბრიანჩაინოვი იყო ესეთი გენიალური წმინდა მამა, მართლმადიდებელი ბუნებრივია სამყაროსი, რომლის სიტყვებსაც ბევრი თანამედროვე ბიბლიის აპოლოგეტი იყენებს ხოლმე, მათ შორის მეც. და ამ ბოლო ჟამთან დაკავშირებით იძახის ესეთ რაღაცას, რომ ომებისგან გადაღლილ დედამიწაზეო, აი დააკვირდი ამ სიტყვებს რა, ომებისგან გადაღლილ დედამიწაზეო, ხო? როცა უკვე ერთადერთი რამ ექნებათ ადამიანებს, აი მომდგარი პირზეა ეს სიტყვა, მშვიდობა. იტყვიანო რა, რომ მორჩეს ეს ომები და მოიყვანეთ საბოლოოდ უკვე ის პიროვნება, ან ის გუნდი გამოიყვანეთ ასპარეზზე, რომელიც სისტემად საბოლოოდ დაალაგებს დედამიწაზე არსებულ ქაოსს და მაშინ მოიყვანენ ამ ადამიანსო. და სხვათა შორის იგივე ქართველი ბერებიდან, აი ბერი გაბრიელი ასწინასწარმეტყველებდა, იცი და აფრთხილებდა საზოგადოებას, რომ დედამიწაზე იქნება არჩევნები. ეს არის როგორი არჩევნები, იცი, აი როგორც მაგალითად ყველა ქვეყანაში გვაქვს ჩვენ ელექტორატი, ხო, ეს საარჩევნო სისტემა ირთვება ყოველ 20 წელიწადში ერთხელ, ხო? დედამიწაზე იქნება არჩევნები და დედამიწაზე მოიყვანენ ერთ სისტემას, ერთ გუნდს, რომელ სისტემასაც ეყოლება ერთი პირი. აი, ხო არის მაგალითად სოფლიოს პატრიარქი. ხო არის ესეთი პიროვნება, არა? აი იქნება მაგალითად აი სოფლიოს პრეზიდენტი, ან სოფლიოს პრემიერ-მინისტრი, ან რაღაც ესეთ როლში მყოფი ფიგურა რა. და არ არის გამორიცხული რომ არგუმენტად აი ეგ მოიყვანონ რომ თუ სოფლიოს ყავს რელიგიური პირი, როგორც პატრიარქი, ხო? მაშინ რატომ არ შეიძლება რომ სოფლიოს პირველი პირი ყავდეს როგორც პოლიტიკოსი? აი ეს არგუმენტი ექნება, ხვდები? და ამ ასე ვთქვათ ხმის მიცემის პროცესში არ მიიღოთ მონაწილეობა, პირდაპირ გეუბნება, ხო ეს უდიდესი ბერი. ბევრი ადამიანი თეკლა მისვამს მე ესეთ კითხვას, იცი, ამასაც რო არ ასე ვთქვათ, გავცე პასუხი არ შემიძლია, რომ თანამედროვე ეხა ჩვენს აი ინტერნეტ სივრცეში მუსირებს ესეთი ასე ვთქვათ, აზრები, რომ აი ბოლო ჟამია, დავწყდებით, სიცოცხლე აღარ იქნება, აღარაფერი აღარ იქნება. ეს ვინ შემოაგდო, ანუ ეს რაღაც არ ვიცი ეს ან ბიბლიას აიკითხეთ ხალხო, ან თუ წაკითხული არ გაქვთ კიდე, დასვით კითხვა და გაგცემთ პასუხს, იმიტომ რომ ყველაფერი რაც დაიწყო, იმას აქვს ადრე თუ გვიან ლოგიკური დასასრული, ხო? შეხედეთ, მეორედ მოსვლა, ეს არის უდიდესი დღესასწაული. ეს არის ფაქტობრივად სიკვდილზე უკვე საბოლოო გამარჯვება სიცოცხლისა და აბსოლუტურად ახალ ტალღაში, ახალ ცხოვრებაში გადასვლა. მერვე დღეში გადასვლა ფაქტობრივად მეორედ მოსვლა. რატო ეხა მერვეში ნახეთ? იმიტომ რომ ციფრი 8, აი ნუმეროლოგიაში, ხო, მე უფრო ეზოთერული განათლებაც მაქვს, იცი შენ კარგად ეს ყველაფერი და ციფრი 8 უფრო არის დაკავშირებული რასთან, ნახე? ორი რგოლისგან შედგება. ქვედა დაბლით რგოლი ეს უფრო მატერიალური სამყაროა და ზემოთ რგოლი ეს არის სულიერი სამყარო. ამიტომ მერვე დღეს წვეთობას ნიშნავს, ხო? ხო, ნახე, მერვე დღეს სადა მიწა ერთდება. ხვდები, ესე იგი ბალანსი დგება უკვე, რუიანი ეს არის მარადიულობის სიმბოლო პლუს მაგაც, ამიტომ ცისა და მიწის საბოლოო შეერთება ხდება და მეორედ მოსვლა არის მერვე დღესთან დაკავშირებული, ხო, როდესაც უკვე აღარ უნდა იყოს ჭკნობა, აღარ უნდა იყოს ყდომა, ესე იგი სისტემა, როგორც აი რასაც ჩვენ ვხედავთ, ხო, სისტემა ეხა აი ნახე, არსებობს ასე ვთქვათ, ამ სისტემაში რა დადება და ყდომა, გარდაცვალება, ну ვიღაც მოდის, ვიღაც მიდის, გვაქვს ასაკი, გვაქვს ციფრები და ну ზოგი როდის ტოვებს ამ ქვეყანას, ზოგი როდის ტოვებს და ну რაც გვაქვს დედამიწაზე, რასაც ვხედავთ, ეს სისტემა უნდა შეიცვალოს, გამიგე? ანუ აი დედამიწაზე ცხოვრების სისტემა ძირფესვიანად იცვლება, მთავრდება, ეს უნდა განადგურდეს ჩვეულებრივად და უნდა გადავიდეთ სულ მთლიანად ახალში.
და ეს მეფობა, მეუფება, ხო, როგორც ასეთი, ხდება ჩვენს უფალთან, ხო, ქრისტე ღმერთთან ერთად. და ამას რა ამტკიცებს კიდე? ქრისტე როდესაც პირველად მოდის, ჩვენ როგორც ვიცით, ძველ აღთქმაში, მაშინ ადრე ნებისმიერი სული, რომელიც სულიც დაიბადებოდა, განურჩევლად მისი საქმეებისა, რაოდენ კეთილსინდისიერი არ უნდა ყოფილიყო ეს ადამიანი, ყველა სული მიდიოდა შავეთში, ანუ ჯოჯოხეთში. რატომ ხდებოდა ეს? იმიტომ რომ ღმერთსა და ადამიანს შორის, როდესაც ადამი სამოთხიდან გამოძევდა, იმდენად ჩატყდა ეს ხიდი, რომ სამოთხის აი ეს ეგრეთ წოდებული კარები, კლიტენი, ხო, რასაც ქვია, დახურული იყო, დახშული იყო და თუ ეხა ადამიანი მაგალითად იყო ძალიან კეთილსინდისიერი, იმ სამოთხეშიც გქონდა ესა ბოდიში, იმ ჯოჯოხეთში, ხო, შავეთშიც გქონდა ჩვენ ადგილები, ნაკლები სატანჯველი სადაც იყო. თუ მაგალითად ბოროტი იყო ადამიანი, მისი სული მიდიოდა ისეთ ადგილას, რომელი ასე თქვათ ჯოჯოხეთის აი კარებში აი შრედა ვარქვათ ამას, ხო, ენერგეტიკული შრედა ვარქვათ თუნდაც, სადაც უფრო დიდი სატანჯველი იყო, სადაც უფრო ცხელოდა, ხო, მაგალითად ადამიანს, მაგრამ ეხა შენ ნაკლებად დაიტანჯებოდი, თუ ძალიან დაიტანჯებოდი, ქრისტეს მოსვლამდე, ანუ პირველ მოსვლამდე და სულთა გამოსყიდვამდე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძველ აღთქმაში ნებისმიერი ადამიანი, როდესაც გარდაიცვლებოდა, ის მიდიოდა განურჩევლად მისი საქმეებისა, მისი კაი კაცობისა, კაი ადამიანობისა, მიდიოდა შავეთში, ანუ ჯოჯოხეთში. ეხლა საქმე რა შემდგომარეობს, რომ როდესაც მოვიდა ქრისტე და ეწამა 8 საუკუნით ადრე, 800 წლით ადრე, ესაია წინასწარმეტყველი შენ პირდაპირ გეუბნება, რომ მოვა მესია, რომელსაც ეწოდება ემანუელ და როგორც ტარიგი, როგორც ძღვენი მას დაკლავენ, შემდგომ უკვე აი მესამე დღეს რომ აღდგება, იქნება ასე ვთქვათ მისი მხრიდან სულების გამოხსნა, ის რომ აი ჯერ ესაია წინასწარმეტყველი ჩვენ იმასაც კი გვეუბნება, რომ ქალწული შობს, წარმოიდგინე, მაგასაც კი გვეუბნება, ხო, ქალწული შობს, ასე ვთქვათ ძეს, მაგაზეც კია მან საუბარი. წინასწარ გვეუბნება ისე უფლის ცნობით, იმდენად დიდი წინასწარმეტყველი იყო ესაია წინასწარმეტყველი, ხო? და ქრისტეს მოსვლით 50% შესრულდა. საზოგადოებამ ეს უნდა გაითვალისწინოს, გამიგე, რომ 50% მისი მოსვლით არის შესრულებული. 50%-ში რა იგულისხმება, შეხედე? უფლის წინამორბედი ეს იყო წმინდა იოანე ნათლისმცემელი, ხო, ეხა ნებისმიერი დამეთანხმება. და საქმე იმაში მდგომარეობს, რომ იოანე, ასე ვთქვათ, წმინდა იოანე ნათლისმცემელი ჩვენ რას გვეუბნება, ნახე, გვეუბნება ესეთ სიტყვებს, შეინანეთ რამე თუ ახლო არის სათასასუფეველი. რას ნიშნავს? ამას აქვს ორგვარი გაგება, საზოგადოებამ ეს უნდა იცოდეს, ორგვარი გაგება აქვს. ნახე რა შემდგომარეობს საქმე, პირველი გაგებით, ხო? როდესაც ამბობს, რომ შეინანეთ რამე თუ ახლო არის სათასასუფეველი, ეს ნიშნავს იმას, რომ ქრისტე რეალურად სულ მალე, როდესაც მას ჯვარზე გააკრავენ, ჩადის უკვე სულთა სამფლობელოში და სხვათა შორის ბერძნულ მითოლოგიაშიც კი პირველ-მეორე საუკუნეში ჯერ კიდე ისინი წარმართები იყვნენ, მითოსშიც კი შევიდა ეს ყველაფერი და დღევანდელ ფილმებშიც კია გადაღებული, რომ ქრისტე იმ 3 დღის განმავლობაში ჩადის და ჰადესს ამხობს, ჰადესის კლიტეს ხელში იღებს და ჯოჯოხეთზე ბატონობსო და ჯოჯოხეთიდან ეს მართალი სულები, ვინც მართლები იყვნენ, ის ამოყავს, მაგრამ თლიანად ჯოჯოხეთზე ბატონობს ქრისტე, რამე თუ იმ დღიდან მოყოლებული ცისა და მიწის ღმერთი უკვე ოფიციალურად განაგებს ადამიანთა, ასე ვთქვათ, რაობას, ისედაც განაგებდა, მაგრამ ადამიან უჭრელში რაობას, გამიგე, რომ ვინ უნდა დარჩეს ჯოჯოხეთში და ვინ უნდა ავიდეს სამოთხეში, ხვდები როგორი მომენტია. და 50% რა კუთხით შესრულდა? 50% შესრულდა იმ კუთხით, რომ მისი მოსვლის და მისი ამაღლების დღიდან უკვე ადამიანები ჯოჯოხეთში კი აღარ ჩავლენ განსაკუთრებით მართლები, უკვე სამოთხეშიავლენ. ანუ ესე იგი ღმერთსა და ადამიანს შორის ეს ჩამტყდარი ხიდი აღდგა, გამიგე? და მეორე 50% შესრულდება მაშინ, როდესაც ღმერთი, ანუ ქრისტე ღმერთი დიდებით მეორედ ბრუნდება და როდესაც დედამიწა მთლიანად გარდაიქმნება და დედამიწა უნდა დაუბრუნდეს პირველ საწყის ფესვებს, რომელი ფესვებიც არის მარადიული, სიცოცხლითა და სიყვარულით გაჟღენთილი. აი ეს ელოდება სამყაროს და ასე ვთქვათ, ჩვენ ეს მოგწონს თუ არ მოგწონს, ბიბლიაც ეს ემთავრდება. ჰე, მოხვიდოდე უფალო, რას ნიშნავს ეს, რომ მართალი ადამიანი, ქრისტიანი ადამიანი
ის პიროვნება, რომელიც უფალთან ცხოვრობს და რომელიც უფალთან არის, იმას ბოლო ჟამის და მეორედ მოსვლის კი არ ეშინია, არამედ ის მომლოდინია, იმიტომ რომ იმან იცის, რომ საბოლოოდ ასაკი, ციფრები, ჭკნობა, ყდომა, ავადობა ეს უნდა გააუქმდეს, ხვდები? აი წარმოიდგინე ახლა შენ მაგალითად შევადაროთ ერთმანეთს ორი ტექნოლოგიური სისტემა. აი დღეს გვიჭირავს ჩვენ ხელში iPhone-ები, ხო მაგალითად? ეხლა iPhone 6 და iPhone 16-ს შენ შეადარებ ერთმანეთთან? ვერ შეადარებ ამას, ხო შანსი არ არის, იმიტომ რომ iPhone 16 გაუმჯობესებული ვერსიაა, ის აბსოლუტურად სხვა სტრუქტურაზეა შექმნილი, მაშინ როდესაც iPhone 6 არის, სხვა დროების, სხვა სტრუქტურაა, ხო? ამიტომ დედამიწაზე, როდესაც სანამ შეიცვლება ხალხო აი ეს მდგომარეობა და სანამ ქრისტეს მეორე დაბრუნება ხდება, იქამდე წმინდა მამები აი ამ დროს ადარებენ ხოლმე რას, იცი? აი როგორც ასე ვთქვათ, ფეხმძიმე ქალის სალმობას ადარებენ, რომ როცა უნდა იშვას უკვე ძე ან ასული, მაშინ ხო ფეხმძიმე ადამიანს ტკივილები აქვს, არა? აი ამ ტკივილებს ადარებენ, რომ დედამიწა ტკივილს განიცდის და ტკივილს რა კუთხით განიცდის, რომ რაც მეტი დრო გავა, იმდენად გამრუდდება საზოგადოების აზროვნება, იმდენად იქნება ეს ანტიქრისტიანული სული მოდებული ჩვენს კაცობრიობაზე და საზოგადოებაზე, რომ გაჭირდება ადამიანის პოვნა გაჭირდება. ეხლა ჩვენ კი ვსაუბრობთ ერთმანეთში და ჩვენ კარგად ვსაუბრობთ ერთმანეთში, მაგრამ აი ეს წინა ისტორია დაახლოებით ის 9 საათი თუ 40 წუთი, რაზეც ვისაუბრეთ, აი ეს რამდენმა გაიგო, აბა მითხარი, ვერ გაგიგებს ადამიანი, ხვდები? ამიტომ გამრუდდება მაგალითად პოლიტიკური კუთხით შეხედულება, სულიერი კუთხით შეხედულება, ბევრი რაღაცის კუთხით გამრუდდება, გამიგე ეს ყოველივე. ეხლა აღმოსავლეთში მაგალითად მეორედ მოსვლა არის შედარებული კალკი ავატართან. კალკი ავატარი ეს არის პიროვნება, აი ცხენზე ამხედრებული ასევე, რომელიც მოდის, რომელმაც უნდა იხსნას ეს კაცობრიობა, ხო? აი მუსულმანობაში ანტიქრისტე არის შედარებული დაჯალთან, რომელიც დაჯალიც საბოლოოდ გამეფდება აი ამ ქვეყნიერებაზე და ეს ასე ვთქვათ, დაჯალიც დასამარცხებელია, ისინი აღიარებენ ქრისტეს, მაგრამ ისინი აღიარებენ ქრისტეს როგორც წინასწარმეტყველს და არა როგორც ღმერთს, ხო? მაგრამ ის რომ დაჯალი დაიძლევა ქრისტეს მიერ, ამას აღიარებენ რეალურად. ეს ხდება სხვადასხვა სხვადასხვა რელიგიებშიც და არა მარტო სხვადასხვა რელიგიებში, არამედ ფოლკლორებსა და ფილოსოფიურ წარმართულ მაგალითად ლიტერატურაშიც, ხო? ამიტომ უფლისთვის ერთი დღე ეს შეიძლება კაცობრიობისთვის იყოს როგორც 1000 წელი და ორი დღე ეს არის ფაქტობრივად 2000 წელი, ხო? და თვითონ უფალიც კი, აი ესეც უნდა ვიცოდეთ ჩვენ, რომ თვითონ უფალიც კი არ აღმდგარა, ჩემო კარგო, ზუსტად მესამე დღეს. არ აღმდგარა ზუსტად მესამე დღეს, ანუ სრული 3 დღე არ იყო გასული, როდესაც ის აღდგა, ხო? ამიტომ ეს მეორედ მოსვლის საკითხიც ჩვენ რასაც უყურებთ და რასაც ვეცნობით, ხო? არ არის აუცილებელი რომ მაგალითად გასული იყოს 3000 წელი, რომ 3 დღე იყოს გასული, ხვდები? არ არის გამორიცხული რომ 2 დღე რო გავიდა უკვე, იმ 2 დღის მერე რაღაც კონკრეტულ წლებში გართულდეს სიტუაცია და მოხდეს ეს მოვლენა, მაგრამ ამ მოვლენას ისევ და ისევ აჩქარებენ ადამიანები, მათი გადაწყვეტილებები, მათი ასე ვთქვათ, დაშორება უფლისადმი გააჩნია, შენ რასი ხშირით დაშორდები ღმერთს, ხო? იმიტომ რომ კაცობრიობა ეხლა ჩვენ ხედავთ რომ უკვე ფაქტობრივად ატომური ომების წინაშეა მისული. ჩვენს ასე ვთქვათ, ქალსა და თვალსა და ხელს შუა ის ქალაქ სახელმწიფოები, რომელ ქალაქ სახელმწიფოებსაც ვუყურებთ, ჩამოემსხვრება. დამთავრდება, რაც იყო მაგალითად აი ჩერნობილის ტრაგედია, რაც იყო თავის დროზე, ეს ატომი არ იყო, მაგრამ აი მაგალითად ქალაქი პომპეი, ზოგი ქალაქი ჩაიძირება, ზოგი ქალაქი აღარ იქნება, აღიგვება საერთოდ და ამ დროზეა ნათქვამი რომ ვაი ორსულთა და მეძუძურთა დღესო, ხო, იმიტომ რომ იქნებიან ისეთებიც, რომლებიც ზოგი ფეხმძიმეთ იქნება, ზოგი ასე ვთქვათ, ზოგმა ბავშვი უნდა გამოყვებოს, ზოგს კიდევ უფრო ავადმყოფებსაც, ასე ვთქვათ, სნეულებსაც ეხებიან, რომ აი სნეულებს, ვაი იმათ, ხო, რატო? იმიტომ რომ კიდევ უფრო გართულდება ეს დროება, მაგრამ აქ გვაქვს ჩვენ თეკლა მე ამასაც ვიტყვი და ნელ-ნელა დავამთავროთ, ხო, იმიტომ რომ ჩემი ასე ვთქვათ, ისიც აღარ მინდა რომ გადაგვდირთოთ ძალიან, შეიძლება ძალიან საინტერესო საუბრობ, მაგრამ თქვენს კითხვებსაც წავიკითხავ მერე. აქ არის ერთი რაღაც, ნახე.
ანტიქრისტე, როდესაც გამეფდება უშუალოდ დედამიწაზე, ხილული სახით მოხდება ეს ყველაფერი. ანტიქრისტეს გამეფებიდან მალევე ის შემოიღებს კონკრეტულ სისტემას, ხო, რომელიც სისტემის წინაშეც ეს საზოგადოება უნდა მოექცეს. აი ეს 3-6-იანი, რასაც ნიშნავს, ჩვენ უკვე ამას დროთა განმავლობაში ვნახავთ. ჩემი მაგალითად ღრმარწმენით, მე არ ვამტკიცებ არაფერს, ისი არ მინდა ვიღაცამ გაიგოს, რომ მე ამოვხსენი ეს რა არის. უბრალოდ მე ესე მგონია და მე ვეთანხმები წმინდა იოანე კრონშტადელს ამ შემთხვევაში, რომ ეს ანტიქრისტეს ბეჭედი იქნება ხილული სახით და ეს არის უშუალოდ აი ჰექსაგრამა, რასაც დავითის ვარსკვლავს ეძახიან რა. სადაც 3 კუთხე, 3 წიბო, 3 გვერდი, ჯამში 666 იქნება. ზოგადად ნუმეროლოგიაში ციფრი 6 მაინც არის ასოცირებული მატერიალიზმთან და 3-6-იანი ეს არის ზედონის მატერიალიზმის სიმბოლო, ხო? და მაგალითად აი 3-9-იანი ეს არის უკვე ზედონის სულიერების სიმბოლო და ამოტრიალებული 3-6-იანი ეს არის ზედონის მატერიალიზმის სიმბოლო, გამიგე? ამიტომაც არის, რომ ასე ვთქვათ, ებრაელები გამოირჩევიან ესეთი მატერიალური დამოკიდებულებით და აი ქრისტე როდესაც სხვათა შორის იერუსალიმის კედლებში შედის, ხო, აი პირველი შესვლა როდესაც აქვს ქრისტეს იერუსალიმის კედლებში, იქაც კი იწყებს ხადაგებას რაზე, რომ ზუსტად იგივე სიტყვებს იმეორებს, რასაც იძახის წმინდა იოანე ნათლისმცემელი, რომ მოახლოებულია ხო ცათასასუფეველი და ადამიანებმა უნდა შეიყვარონ ერთმანეთი, ადამიანებმა უნდა აპატიონ ერთმანეთს და შეხედე, ეს ებრაელები ვერ იგებენ, იმდენად მატერიალისტები არიან, რომ რეალურად ვერ იგებენ და უკვირთ, რომ ესე იგი მათ გონიათ რა, რომ რომაელთა უღლის ქვეშ, ასე ვთქვათ, არიან მოხვედრილები რა და აი რომაელთა უღლის ქვეშ რო არიან მოხვედრილები, ხო? მათი სურვილია და რა არის ისი მათი სურვილი, რომ ესენი რომ ბატონობენ ჩემზე, თუ ჩემი მესია მოვიდა და მათი მესია ესეთი იყო, აი მათი ხედვით მესია ესეთი იყო, რომ ჩემი მესია მოვა, ებრაელები ესე ფიქრობდნენ და ეხლა მე ვიქნები რომაელებზე, ასე ვთქვათ, მე ვიბატონებ მაგათზე. მე მექნება ის სასახლეები, მე მექნება ის ოქრო, ის ვერცხლი, ის ქონება და ამ დროს ქრისტე ამბობს, რომ შედალოცვილიშვილო, მე იმისი გულისთვის მოვედი, რომ ასე ვთქვათ, შენ რომ ვიღაც მათრახს გირტყამს, ეხლა შენ დაიჭირო ხელში ეს მათრახი და იქით გადაარტყა. მე ხო მაგისი გულისთვის არ მოვსულვარ არა და ეს ყველაფერი რომ უთხრა ფაქტობრივად ქრისტემ ამ ებრაელებს, ესო არ ყოფილა ჩვენი მესიაო და გააკარით ჯვარზეო. მაგისი გულისთვის ქრისტე ფაქტობრივად ჯვარს გააკრეს და ჯვარს აცვეს, ხვდები ხო როგორი მომენტია რა. ხო და შეხედე თვითონ აი ეს ანტიქრისტიანული ბოლომდე სული როდესაც გამეფდება, ხო? ჩვენ ეს გვიწერია კიდეც, რომ რაოდენ სოდვილიც არ უნდა იყოს ადამიანი. ეს კარგად დაიმახსოვრეთ ხალხო. შეგიძლიათ რომ ასე ვთქვათ თქვენ წაიკითხოთ და გაეცნოთ წმინდა მამების ჩანაწერებსაც და ბიბლიის ჩანაწერებსაც. რაოდენ ცოდვილიც არ უნდა იყოს ადამიანი. აი როგორი ცოდვებიც არ უნდა გქონდეს გაკეთებული, სულ რო ფიქრობდე იმას, რომ აი წარმწყდი მე ისეთი ცოდვილი ვარო, თუ შენ არ დაემორჩილები აი იმ ანტიქრისტეს, იმ ანტიქრისტიანულ რეჟიმს და როგორც კორონავირუსის დროს გვეუბნებოდნენ, რომ აიცერით და ბევრი არ აიცრა, ხო? თუ შენ უარზე დადგები და ქრისტეს გულისთვის დაითმენ, როგორი ცოდვილიც არ უნდა იყო, ღმერთი გაპატიებს და ცხონდები. ეს პირდაპირ გვიწერია. ამიტომ, როდესაც მეუბნებიან ხოლმე მე პირადად, რომ გადარჩენის ბოლო ჟამში რა გზა არსებობს, სხვადასხვა გზებიდან ერთ-ერთი გზა არის ეს, თუ უნდა ადამიანს რომ გადარჩეს. თუ შენ დადგები მარჯვნივ და უარსიტყვი აი ამ პურზე, იმისი გულისთვის რომ მაგალითად შენ ადგე და ასე ვთქვათ, შეხვიდე, რა ვიცი, კაფეში, ბარში, ფეხბურთზე, ცურვაზე, იმაზე, თუ მოიკლებ ამ ყველაფერს, ხო? და უარსიტყვი, პირდაპირ გიწერია, მათ შორის წმინდა მამების მხრიდანაც, რომ შენი სული, ანუ პირდაპირ გპატიობს ფაქტობრივად ღმერთი ამ ყველაფერს რა. ხო ეს არის საკმაოდ ღრმა თემები, ამ თემაზე თეკლა რა ვიცი, აი დაუსრულებლად შემიძლია მოკლედ საუბარი, იმიტომ რომ საკმაოდ აი
ბევრი ის არის, რა ქვია, საკითხი ხა, მე დღეს თქვენთან მომიწია უფრო ქრისტიანული კუთხით ამ ყველაფრის წარმოჩენა. მეც ქრისტიანი ვარ და რასაც ვეთანხმები, ცუდად კი არ გამიგოს ახლა ჩვენმა საზოგადოებამ რომ მომიწია რა, რაც მართალია. თემა გქონდა სხვა მომზადებული და მოგვიწია დიდი გადახვევის გადახვევა გამომდინარე. ისე რა, თავიდანვე რომ ამაზე დაგვეწყო, კიდევ უფრო მეც ვიტყოდი ალბათ, მაგრამ მე უბრალოდ საქმე იმაში მდგომარეობს, რომ მაკვირვებს თვითონ, მაგრამ უკვე აღარც მიკვირს, იცი, იმიტომ რომ შეხედეთ ეკლა ნოე ერთი იყო. გამიგე? ნოე იყო ერთი, რომელიც 120 წლის განმავლობაში, ხო? 120 წლის განმავლობაში ითმენდა საზოგადოების მხრიდან ბულინგს და როდესაც უთხრეს აი შემაღლებულ ქედზე აშენებს, წარმოვიდგინე, შენ ნოე აშენებს შემაღლებულ ქედზე იმას, რა ქვია, თავის გეიმს რა, იმიტომ რომ უფლისგან აქვს ნაუწყები, რაც უნდა მოხდეს და ეკითხებიან რომ ნოეო რას აკეთებო რა და გეიმს ვაშენებო და გიჟიაო და გაანების თავი, ანუ იმის მე აი ნოეს ფაქტობრივად, ნოეს აღიქვამდნენ როგორ იცი რომ აი როგორც ჩვენში დღევანდელობაში შენ ხო გაგიგია არა რომ აი გიჟი თავისუფალია და იმას თავი დაანებეთ, ანუ იმას ნუ ელაპარაკები. აი ეგეთ ადამიანებს პირიქით კი არ კლავენ, ეფერებიან და რაღაც აი ხო გიჟია ხო ხვდები რა, აი ნოესადმი ეს დამოკიდებულება ქონდათ, გამიგე და მე ახლა დღეს როდესაც ხმას ამოვიღებ და ჩემი გამოცდილებით, ჩემი რჩევით, იმიტომ რომ შვილო, მე სადაც ყოფილვარ, მე სადაც მიმუშავია, სადაც მეძახიან დღემდე, შენ მაინც ხომ იცნობ, არა, აი ანალიზი, შეფასება, რომ რაში მოგეხმარო მითხარიაბა და ჩვენ ამაზე გქონდა ჩვენ იგივე თავში სხვა საუბარი, რომ ეს რუსეთი იქნება, ეს საუდის არაბეთი იქნება, ირანი იქნება, თურქეთი იქნება, ბიჭო, ჩვენ რუსებზე კი არ გვაქვს ჩაციკლა. შენ დღევანდელ გარემოში შენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება ყველა ქვეყანასთან ითანამშრომლო, ხვდები? ოღონდ შენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და რა იქიდან გამომდინარე რომ ვიღაცას რაღაც დავუთმო, ან მაგალითად ვიღაცა ისე შემძულდეს, რომ მართლა რაღაც რო იყოს, აღარ მიმესვლებოდეს რა. ამან ერთხელ 90-იან წლებში ხალხო დააქცია ქვეყანა და თქვენ თუ გინდათ რომ მაკუთხით იცხოვროთ, ჯერ ეს ერთი აი როგორ აგიხსნათ რა, მე არ ვიცი რამდენი წელია დარჩენილი, იცით ეკლა აი ამ განსაკუთრებით ატომური ომების დაწყებამდე, იმიტომ რომ იმდენად არც ისე აი იმდენად ახურილები, ისეთი არეულები, ისეთი აი იმდენად დიდი ქაოსის წინაშეა ეხლა, ასე ვთქვათ, ქვეყანა მისული, მეტი რო არ შეიძლება და ეს ქაოსიც არის ზოგადად ბერძნული სიტყვა, ხო? თუ არ გვაქვს ჩვენ არეულობა, ისე ვერ დალაგდება, მაგრამ ეს დალაგების პროცესი ცოტა დროში კი იქნება გაწერილი, მაგრამ შენი თქმის არ იყოს, დიდი დრო აღარ არის დარჩენილი, იცი? ხო. რავი, აი როგორ გითხრათ რა, იმდენ რაღაცაზე შეიძლება აქ საუბარი, აი ქვეყნის პოლიტიკურ კურსზეც, იმაზეც, ამაზეც, მაგრამ მე რისი მეშინიათ ეკლა, იცი, აი ნახე, აი გეტყვი და მიხვდები, რომ აი როგორც ბერძენმა ბერმა იწინასწარმეტყველა რა, ერთ მშვენიერ დღესო თქვენ რო დილაზე ადგებითო და ყავას ან ჩაის რო შეუდგებით რომ მიირთვათო, ხო? გაიგებთ უცბათო რომ აი ახლო აღმოსავლეთში არისო სრული კატასტროფაო რა და შენ თუ დაუფიქრდი და თუ დაუკვირდი ახლა განსაკუთრებით ამ ომიდან მოყოლებული სიტუაციას და რა სიტუაციას იცი რომ როგორც კი ეს ომი დაიწყო და არა მარტო ეს ომი, იგივე რუსეთ-უკრაინის ომი, ხო? როგორც კი ეს ყველაფერი დაიწყო, ქვეყნის შიდა პოლიტიკა ბევრს დაავიწყდა. აი როგორც კი კორონავირუსი დაიწყო მაგალითად, ხო? ბევრს შიდა კურსი თუ რა ხდებოდა ჩვენ შიგნით სახელმწიფოში დაავიწყდა. ამიტომ ეს იმდენად საკაცობრიო მოვლენებია და იმდენად ყველას შეეხება, რომ აქ უკვე ნაცი, ქოცი, ხალხო, რა რუსეთი, რის რუსეთი, რა პარტიულობა, რა ისა, საკუთარი, ასე ვთქვათ, სხეულები, საკუთარი თავი გექნებათ გადასარჩენი. ამიტომ ეს ამბავიც არ არის გამორიცხული იმდენად, აი წამის მიასედებში შემოტრიალდეს, რომ აი ჩვენ რაზეც თავში ვისაუბრეთ, მე და შენ, შეიძლება ეს საერთოდ განხილვის თემა აღარ იყოს და ფიქრობდე იმას, რომ მაგალითად სად წავიდე თავი რა შევაფარო.
აი ბატონი კახა ამდენი ვისაუბრე და მაინც იმას წერს რომ კარტოფილი თუ ხახვიო და რა გითხრა ჩემო კარგო არც მინდა რომ რამე გითხრათ რა აი ვისაც რა გეგოვნება აქვს თუ უნდა უთხრა და არა კი ხვდები ეხა კაცო ეს ადამიანი აი ის ბიჭი არა ვარ ეხლა ვიღაცას ან შეურაცხყოფ ღმერთმა დამიფაროს რა უნდა გითხრა ხო მაგრამ ახლა ამდენს რო კაცი ილაპარაკებ და რო ვერ გაიგებ ეხა რა ვისაუბრე ხო ღმერთმა კარგად გამყოფოს კაცო ცუდი არ გამიხარდება ნამდვილად ღმერთმა კარგად გამყოფოს და იმ სიმართლით გატაროს რა სიმართლითაც დადიხარ რა მეტი რა გითხრა აბა მითხარი ხო რეალურად დალოცე ხო ახლა ცუდ ხო არ უსურებ მაგრამ აი ეგეთებზე გვაქვს საუბარი ხვდები აი ეგეთებზე გვაქვს საუბარი ხო აი არ გაყენებ რა მისმენ ალბათ ხო შეურაცხყოფას კი არ გაყენებ მაგრამ ჯო ამნაირებზე მაქვს საუბარი რომ უღეჭავ უხსნი მაინც რუსეთი აკერია პირზე რა შუაშია მითხარი გიყვები გადავირიე რა ქართული მდგომარეობა გიორგი ხო არა თან ვამბობ ხო აი ვიღაცამ რომ მითხრას ბიჭო შენ რუსეთი გიყვარსო ალალ მართლად გეუნები რა არანაირი დიდი სიმპათიები არ მაქვს აი ალალ მართლად გეუნები რა მაგრამ ბიჭო მომწონს თუ არ მომწონს აი ის ბორის პირველის მაგალითი რატომ მოვიყვანე მე ხო აი ბორის პირველი ბევრი ხო მისმენით იმ ბორის პირველზე არა ბიჭო და უამრავი ხა მე ქართველებიც მოვიყვანე ვიღაცამ არ დამაბრალოს პროსტა ეს გაჟღერდა წინა დღეს ჩვენი ერთ-ერთი იმ კაცს ვაფასებ მე ვიცი ვინც არის და ერთ-ერთი თანამებრძოლია და გააჟღერა ხო რატომ მოვიყვანე ეს მაგალითი რომ ბიჭო სამშობლო როგორც უფალი ერთია ქვეყანაზე და ვაჟას აქვს დაწერილი ეს ყველაფერი ხო და ეს მარტო ჩვენში კი არ იყო ჩვენს მოპირდაპირე სახელმწიფოებშიც იყო მათ შორის არა სულ არის სიმპათიურებოდა სიმპათიურებოდა ბორის პირველ სერბები მაგრამ მოუწია და დადო ის საზავო ხელშეკრულება ხო არის სიმპათიურებოდა და რო უთხრა აგერ იმ თავადმა რომ მომეცი შენი ცხენი შეწუხდა კაცი ხო გეუნები აი ხო ცხენ სახეზე ეწერა ხო გეუნები რა შვები მყიდიო კაცო მომეცი ხალიო ნუ მიეცით ხალიო და მესამე სურვილიო და ესე იგი აი მეტი რაღა მოგცეო ხო აი რაც კი მქონდაო კაცო ესე იგი ჩემი სიცოცხლეც გაგატანეო ლამის რა და მეტიო რაღა მოგცე შედალოცული შვილოო და ბორცვი მომეციო და კეჭს არ გაგატან ამიწიდან დავდგეთ და ვიომოთო ხო იმიტომ რომ სამშობლო არ იყიდება ხვდები მე შეიძლება კი საკუთარი აი თეიმურაზის მაგალითი რატომ მოვიყვანე რომ იმას საკუთარი დედა გაატანა კაცო სამშობლოს გულისთვის შვილები დედა გაატანა ელემენტარულად ვის თან შაჰაბას ხო რატო გაატანა უნდოდა ძალიან უნდოდა თუ საჭირო იქნება შენი სამშობლოს გულისთვის ბიჭო თავიც უნდა გაწირო გიორგი ბრწყინვალეს იმ ჩობანთან რო ჰქონდა ურთიერთობა და იმ მონღოლებთან და არაბებთან და კიდე დავით აღმაშენებელს და იქ უნდოდათ რომ ურთიერთობა ჰქონოდათ უნდოდათ რომ რაღაც დიპლომატიური თუნდაც კავშირების შემდგარიყო მე დარწმუნებული ვარ იმაში რომ გიორგი ბრწყინვალეს ის მონღოლები საერთოდ არ ესიმპათიურებოდა რა და მათ შორის ალექსანდრე დიდი არის საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი უბრწყინვალესი მეფე ხო თუნდაც და არც მას არ ემპათიურებოდა, როდესაც მტერთან მიდიოდა და საზავო ხელშეკრულება იქნებოდა ეს თუ გაჩერება იქნებოდა თუ რა ვიცი, აი, ბევრი რაღაც არ მოსწონდა ალექსანდრე პირველ დიდს, მაგრამ აკეთებდა ქვეყნის გულისთვის, ხო? აქ ამაზე გვაქვს საუბარი, რომ შენი ქვეყნის გულისთვის შენ რა პოლიტიკას გაატარებ, შედალოცვილიშვილო, თორე ვიღაცა რო არ მოგწონს, მიდი კი ბატონო, შეაკვდი აგერ იმტერს და რა დაგრჩება ქვეყანაზე მაგასაც ვნახავთ. მერე გამოვა ვიღაცა და დაიწყებს, რომ ესენი რუსეთუმეები არიან, ამას ამერიკა უყვარს, იმას რუსეთი უყვარს, იმას ირანი უყვარს, ბიჭო, ჭირსაც საუღია ყველა რა. ჩემი ქვეყნიდან გამომდინარე მალაპარაკე შენ მე რომ მე დავდო ის ასე ვთქვათ ფორმა ურთიერთობის რომელი ურთიერთობაც ჩემ სახელმწიფოს კი არ დამინგრევს გადამარჩენს როგორმე ვიცოცხლებ როგორმე და ისედაც 3 მილიონი რო არ დარჩენილი გაგრძელდება ჩემი შთამომავლობა თორე ომს არაფერი არ უნდა საქართველოს რო შესულიყო მაგალითად უკრაინა რა არის და რუსეთთან იმ ომში რა ომში დღეს უკრაინა საქართველოს აღარ იქნებოდა ხალხო საერთოდ
უკრაინა არის ევროპის უდიდესი სახელმწიფო. ვინც გეოგრაფია იცის, დამეთანხმებით, ხო? უდიდესი სახელმწიფოა ევროპაში, ფართობით უკრაინა. და არც მოსახლეობა არაა, ცოტა. იმან გაუძლო, მაგრამ რის ფასად გაუძლო? დღეში რა ლამის 500, 1000, 1500 თუ ერთი თუ მეორე მხარეს რამდენი კვდება? რამხელა დაბომბებია, რამდენი ქალაქები იბომბება? ვერ ხედავთ რა ომია ხალხო გვერდზე, აი მე მიყვირს უბრალოდ აზროვნების რა. უფრო მძაფრად ვიტყვი, მოდი რამოდენიმე სიტყვას, მე ესე მგონია. იქ ფიზიკური კვდომა მიდის და ჩვენი ერი სულიერად კვდება და ეს უფრო მანგრევს. ზოგჯერ ნახეთ იმ შვიდობის ფასი რა არის, ეს უნდა იკითხო რა. რასაც ეს დღეები ბოლო ერთი წელი კი არა, ბოლო რამდენიმე წელი, რასაც ხედავთ და ბოლო დღეებში უფრო მძაფრად და მძაფრად გამოჩნდა. ფიზიკურად არა, სულიერად და მორალურად კვდება ჩვენი ერი და განადგურების პირასაა რეალურად რა. რამდენი ადამიანი ივლის დედამიწაზე, თუნდაც საქართველოში, ხო? ამას ხო არ აქვს მარტო მნიშვნელობა, საქართველოს რუკაზე მარტო წარწერა არ არის, ხო? ქართველი და ქართული სულის მატარებელი რამდენი იქნება აქიდან და არა მხოლოდ სახელწოდებით, ხო? აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ ყველაფრის მორღვევა რომ მოხდა რეალურად და ეს სურათი დავინახეთ ყველაზე დიდ კილოს ეგ იწვევს ჩემში. მე ხშირად ვიძახი ეგეთ რაღაცას, მე ხშირად ვამბობ, რომ ასე ვთქვათ, დღეს ჩვენ ქვეყანას აკლია განათლებული ხალხი. ნახე, განათლებასა და წიგნიერებას შორის უდიდესი სხვაობაა. იმიტომ რომ შენ შეიძლება იყო განათლებული, მაგრამ წიგნი არ გქონდეს საკითხული, თუმცა იყო ნაკითხი, გქონდეს ბევრი წიგნი საკითხული, მაგრამ იყო გაუნათლებელი. ძალიან გაუნათლებელი იყო, იცი? ამიტომ ჩვენ ქვეყანას წიგნობრები კი არ აკლია, განათლებული ხალხი აკლია, ხვდები? თორემ წიგნობრები, რომლებიც წავიდნენ უცხოეთში, იქ შეერთებულ შტატებში, ზოგი რუსეთში კი ბატონო, ზოგი პოლონეთში, ავსტრიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ზოგი აზიაში წავიდა, დაამთავრეს წარჩინებულად საკუთარი უნივერსიტეტები წითელ მედალზე, მაგრამ შინაგანი ინტელექტი არ აქვთ, შინაგანი სულიერება არ აქვთ, გამიგე? და საერთოდ შეხედე სიბრძნე, როგორც ასეთი ხო სიბრძნე, ცოდნაზე მეტია. რა კუთხით? რომ ცოდნა არის მრავალგვარი, სიბრძნე ერთია. ცოდნა რა არის? ცოდნა ეს არის ფაქტების, საგნების და მოვლენების ერთობლიობა, თუ შენი უნარჩვევებით შეგიძლია რომ რაღაც ისწავლო და დაძრა. მაგრამ სიბრძნეა, როდესაც აი ამ ფაქტებს, აი ამ მოვლენებს და ჯამში აღებულ ცოდნებს სწორ მიმართულებას რო აძლევ, ხვდები? ეს შინაგანი სიბრძნე უნდა გქონდეს, რომ სწორი მიმართულება მისცე მაგას, თორე შენ თუ შინაგანი მორალურობა, სულიერება, კულტურა, რამაც უნდა დაგაბრძენოს და დაგაღვინოს, აი ეს თუ არა გაქვს, ამ ცოდნებს არასწორად გამოიყენებ. და ჩვენ ამას ვედავებით მაგალითად ლევან ბერძენიშვილს. ამას ვედავებით მაგალითად ნებისმიერ პოლიტიკოს. ამაზეა საქმე, რომ შედალოცულიშვილო, ამდენი რო ისწავლე, ამდენი რო იკითხე. განავინმე არ აღიარებს კაცო მაგას, მაგრამ ის შენაც გაქვს ნასწავლი და ნაკითხი. აბა მოდი დავტესტოთ და საქმით დავტესტოთ. ნამდვილად ნასწავლი გაქვს? ნამდვილად ახმარ შენს ეროვნულ ღირებულებებს? თუ შენ არ ახმარ მაგას და თუ შენ სამშობლო როგორც სიტყვა არ განიცადე, აი მაგალითად რელიგიურად გეტყვით კიდე, რომ მადლი შეგრძნებითია და მერე დანახვითი. თუ შენ მადლისმიერი სამყარო ვერ შეიგრძენი, შენ იმას ვერ დაინახავ. თუ შენ ამ მადლისმიერი სამყაროს წევრი არ გახდი, შეიძლება ქრისტეს სურათი დაინახო, თუნდაც ხატი დაინახო, მაგრამ რეაქცია არ გქონდეს. მაგრამ თუ შენ მადლი როგორც შეგრძნება, აი ამას აღიქვამ და გესმის, მაშინ შენ როდესაც ქრისტეს ხატს დაინახავ, შენ ისეთი მოწიწებით იქნები მისადმი და ისეთი რწმენით იქნები აღჭურვილი, რომ შენს თავზე ბევრი სასწაული დატრიალდება. ხო, ამიტომ საქმე მაგაში მდგომარეობს, იცით ეკლა, რომ ჩვენ ღირებულებებს, ფასეულობებს აბსოლუტურად ვერაფერს ვერ გავისიგრძეგანებთ და ვერ დავინახავთ, სანამ ადამიანი აი ამ ჭეშმარიტ ღვთაებრივ ფესვებს არ დაუბრუნდება და დღეს დედამიწაზე დაწყებულია
რუსეთისა და ირანის თავის კვეთის პროცესი სამწუხაროდ. აი რუსეთს რამდენად მოკვეთავენ თავს, აი ნახოთ ვერ გეტყვი რა, იმიტომ რომ რუსეთში თუ მანდ რამე არ არის, ასე ვთქვათ, მორიგებული დავარქვა, გაცვლილი დავარქვა თუ ასე შემდგომ, დიდი ალბათობით შეიძლება რუსეთმაც გამოიყენოს ატომური ომი და იძულებულიც იქნება, იცი რომ გამოიყენოს რაღაც მომენტში და წავიდეს წინ და წინ, ხო? მაგრამ თუ მანდაც ეხა რაღაც გარიგება მოხდა, ნუ რა რაც იქნება, ის იქნება რა. ამიტომ რუსეთი ესე ხელაღებით ჩვენ ვერ ვიტყვით რომ ამ ომში დამარცხდება, იმიტომ რომ რუსეთს ყველა წინაპირობა აქვს იმისთვის რომ გაიმარჯვოს, კიდევ ერთხელ ვიმეორე, ბოლო 6000 ატომური ქობინი აქვს, ხო? 6000 ატომური ქობინი აქვს, ყველაფერს თავი დავანებოთ. ამიტომ ყველანაირი წინაპირობა აქვს რუსეთს იმისთვის რომ გაიმარჯვოს, მაგრამ თუ მოხდა ისეთი საოცრება და რუსეთი დამარცხდა, ვაი მე მაშინ ვიტყვი რომ რაღაც ძალიან დიდ გარიგებასთან გვაქვს საქმე რა. საკმაოდ დიდ გარიგებასთან, იმიტომ რომ შეუძლებელია ნომერ პირველი ატომური სახელმწიფო იყო შენ დედამიწაზე და ამ ომში ვერ იღონო ვერაფერი. ხო, შეუძლებელია ეგ რა. კი, აი, ისა გიორგი დაწერა აქ 6007 სხვა ზუსტი რიცხვები აღარ მახსოვდა. თითქმის 7000, ხო, ძალიან ბევრი ასე თქვა ატომური ქობინი აქვს და ირანზე პირდაპირ გეტყვით მაგას, ნუ სამწუხაროა, რასაც ვიძახი, იმიტომ რომ ახლო აღმოსავლეთი ებრაელების მიერ უნდა გასუფთავდეს და რო გასუფთავდება, მერე ხდება, ხო, აი მათი ასე თქვა გეგმების დაწყობა რა. აი რამდენად ეს ერთ თვეში მოხდება, ორ თვეში მოხდება, ორ წელში მოხდება, ვერ გეტყვით ახლა ამას, იმიტომ რომ ეს პროცესია დაწყებული, მაგრამ დიდი ალბათობით და აგრეთვე დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, რასაც ირანი წევს და გაწევს კიდეც მომავალში, დიდი ალბათობით ირანს მაინც წააქცევენ, მაგრამ შეხედე დედამიწაზე მეთქი, როდესაც ვამბობ მე რომ აი პოლიტიკური კუთხითაც რომ შევხედოთ ამ ამბავს, ხო? რომ ამბობ მე იმას, რომ დედამიწაზე ახლო აღმოსავლეთში დედამიწის ბედი წყდება მეთქი, მე ამას რეალურად რაზე ვიძახი, ხო? რაზე ვიძახი ამას რა? მე ამას ვიძახი, იმიტომ რომ ჩინეთისთვის არის ძალიან დიდი საფრთხე ახლო აღმოსავლეთში ახალი პოლიტიკური ძალის გამეფება. იმიტომ რომ ჩინეთი და ირანი გადაჯაჭვული მეგობრები არიან ერთმანეთთან, ჩინური იუანი და ნუ აი სპარსული ფული, უფრო ჩინური, რუსული და სპარსული ფულის ერთეული ტრიალებს ახლო აღმოსავლეთში, ხო? და ჩინეთი არის ჩვენ მოგწონს თუ არ მოგწონს აზიის მეფე. ამიტომ ეხა შეერთებული შტატები დასავლური ნახევარსფეროდან ხელი რო გინდა რომ გადმოწიო და ჩაყო ჩემო კარგო უშუალოდ შენ ახლო აღმოსავლეთში და ახალი პოლიტიკური ერთეული რო გინდა რომ გაამეფო იქ, ამას ჩინეთი რამდენად შეეგუება, აი ესეც მეორე საკითხია, ხვდები? ამიტომ ვიძახი რომ ახლო აღმოსავლეთში შეიძლება ჩვენ ომების კასკადი და კორიანტელიც კი მივიღოთ. აი ეს მომენტიც არის რა. ეხა აქ წერს ერთი აი ქალბატონი ნელი რომ რუსეთის დამარცხება დააჩქარებს ანტიქრისტეს გამეფებასო და კი ესეც არის. უბრალოდ თვითონ რუსი წმინდანების წინასწარმეტყველებებში მე რაც მაქვს საკითხული, აი მაგალითად წმინდა პელაგია რიაზანელს უწერია ესეთი რაღაც, რომ მოსკოვი და პეტერბურგი წყლად იქცევა. ესე იგი რუსეთშიც მოხდება რა, აი ნახე იმდენი ომები იქნება საბოლოოდ და რუსეთი იმდენ სახელმწიფოს შეეწინააღმდეგება, რომ არ არის გამორიცხული, რომ რუსეთიც დამარცხდეს. ხვდებით როგორი მომენტია სადღაცას რა და ნუ ეს ვარიანტიც არის, ხო, რეალური ვარიანტიც არის რა. და დამარცხებულ რუსეთის ტერიტორიებზე აი როგორც საქართველოში იყო სამეფო სამთავროები, აი ესეთი რუსული სახანოები იქნება. აი რუსულ თათრული სახანოები დაახლოებით ესეც მაქვს მე პირადად საკითხული და თქვენ შეგიძლიათ რომ გადახედოთ ამ ყველაფერს, ნუ მერე ხდება უკვე რუსეთის ხელახალი გაერთიანება და იქ მეფის მოსვლა, აქეთკენ ანტიქრისტიანული რეჟიმის ბოლომდე ასე ვთქვათ გამეფება და ნუ აი მთელი ამბებია აქ რა, ამას მე ეტაპობრივად ეხა ვეცდები რომ ასე ვთქვათ დაგიწეროთ კიდეც და ვეცდები რომ შესაბამისი ის მოგცეთ ასე ვთქვათ გავწიო ხო შესაბამისი ასე ვთქვათ იმის წინაშე დავდგე რა. ეხა ვინც იცნობს და შენთან ლაივებზეც მათ შორის ჩავერთო ხოლმე. ეხა ვინც იცით ჩემი თეკლა შენთან ერთი თხოვნა მინდა, ანუ ვიტყვი ხო აქ თუ შეიძლება
მე ბევრ რაღაცაზე ვწერ, ანუ ზოგადად ჩემს იმაში სოციალურ ქსელშიც და შეგიძლიათ რომ ნახოთ, ანუ გადმოხვიდეთ, ქართულად მაწერია გიორგი ლობჯანიძე. ან შეგიძლია, რა ვიცი, კიდევ ერთხელ გაუგზავნოთ ეკლა ეს request-ები თუ რაც არის ხო კონკრეტულად. კომენტარში ავპინავ პირველივე კომენტარში, როდესაც დავდებ უკვე ამას Facebook-ზე და YouTube-ზე, პირველივე კომენტარად ავპინავ შენს გვერდს. ლინკი დაგვდებათ კომენტარში მაყურებლებს. ხო, მირანდა, მადლობა, დიდი მადლობა. მოდი, ისა ჩვენ ნელ-ნელა დავამშვიდობოთ ხო ჩვენს მაყურებლებს. თეკლა, შენთან სტუმრობა არის ყოველთვის სასიამოვნო. ყოველთვის ძალიან კარგი. მე თავიდანვე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ცოტა ამ თემებზე მინდოდა საუბარი, უბრალოდ აი ვერც მოვაფი თავიდან აი ჩემ სიტყვებს, აი შეიძლება არ დაიჯერო, მაგრამ ისეთი შოკირებული ვარ ეს დღეები განსაკუთრებით რა. განსაკუთრებით ამ ძიმი ამბებიდან არა მარტო ეს თელავის თემა, ეს გუშინდელი თემა, ეს მიეწყო ეს ნოდარ დუმბაზის თემა და აი დუმბაზეზე ხო გეუბნები დღეს ეს კაცების პოდკასტის ეს რაღაც განცხადება რო ვნახე რა. მაგ განცხადებაზე რომ 1 საათში ლამის 5000 ლაიქი რეაქცია დავინახე და ერთი მაგდენი კომენტარი თან დადებითი კომენტარი, აი მაშინ თქვი რომ მეთქი ამ ერის საქმე უკვე ძალიან ცუდად არის, იცი? აი მართლა ძალიან ცუდად არის რეალურად რა და ვერ გეტყვი რა, აი ხალხო გისურვებთ სულიერ გაღვიძებას, იმიტომ რომ ერთ რაღაცასაც ვიტყვი და ამით დავამთავრებ, ხო? თქვენ რო იცოდეთ არსებობს ჩვენს დედამიწაზე და დღევანდელ სამყაროში ორი დაბადება რა. პირველი დაბადება ეს არის ფიზიკური დაბადება, როდესაც ადამიანი ევლინება ამ მატერიალურ სამყაროს და შენ უკვე ახალ როლში ხარ შემოსული, რასაც ქვია დამოუკიდებელი სუბიექტი, რომელმაც ობიექტური სამყარო უნდა გაიცნოს და მეორე დაბადება ეს არის გაცნობიერება, როდესაც უკვე შენ ჭეშმარიტ ღვთიურ ტალღაზე, ღვთიურ ფესვებზე უნდა დადგე. თუ შენ, მაგრამ ყველაზე ცუდი იცი რა არის რეალურად? ყველაზე ცუდი არის ის, რომ ადამიანი ისე იბადება და ისე კვდება, რომ მეორე დაბადება არ აქვს, ანუ გაცნობიერება არ აქვს, ხვდები? ანუ ბევრი ადამიანი ისე გადის ამ ქვეყნიდან, რომ გაუცნობიერებლად გადის, აი იცხოვრა, მაგრამ ვერც შენ ვერ გაიგებ და რაღაც მომენტში ვერც თვითონ ვერ გაიგორისთვის იცხოვრა, გამიგე? და მეორე დაბადება არის როგორი, იცი? ეხა როდის ჩაიტვირთება, როდის დაგეწყება ეს გაცნობიერება, ხო? ზოგი მეორე დიბადება 10 წლის ასაკში, 20 წლის ასაკში, 50 წლის ასაკში, ზოგი შეიძლება სიკვდილის წინ დაიბადოს მეორედ, ხო? ამიტომ გისურვებთ ყველას, რომ დაიბადეთ, ხელახლა დაიბადეთ და რატო დაიბადეთ ხელახლა, იცი? იმიტომ რომ ნიკოდიმოსი, რომელიც ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში მღვდელმთავრების მღვდელმთავარია, ხო? მღვდელმთავრების რომ იტყვიან უფროსია ფაქტობრივად. ეს არის არანორმალურად ნაკითხი პიროვნება. ბიბლიურ ნიკოდიმოსზე მაქვს საუბარი. ქრისტეს როდესაც შეხვდება და ეს ფილმის ეკრანიზაციაც კი არის, ასე ვთქვათ, ამისა მოხვედრილი, ქრისტე რას ეუბნება, იცი ამ ნიკოდიმოს, რომ ადამიანიო, ხელახლა უნდა გარდაიქმნასო, ხელახლა უნდა დაიბადოსო და თვითონ ნიკოდიმოსიც კი, რომელსაც ამდენი აქვს საკითხული, რომელიც ხო გეუბნები, აი სიბრძნისა და წიგნიერების შეზავებული მამა, ისიც კი შენ წარმოიდგინე, ვერ ხვდება და ქრისტეს იცი რა პასუხს უბრუნებს? ეუბნება, რომ მეო, უკვეო, რომელიც ჭარმა გასაგში ვარო, მისულიო, უკანო დრო როგორ დავაბრუნო და ხელახლა როგორ დავიბადო და ქრისტე ეუბნება პირდაპირ, რომ შენ არამც თუ ფიზიკურად უნდა დაიბადო მეორედ, არამედ შენი სულიერი ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს ნებისმიერ ასაკში. იქნები შენ ჭარმაგი, იქნები შენ ახალგაზრდა, თუ როდის და როდის. ამიტომ მე თქვენ გისურვებთ, აი ქრისტეს სიტყვებს ვიტყვი, ხო? სულიერი ტრანსფორმაცია უნდა განიცადოთ. თუ თქვენ ადამიანები ვერ დაიბადებით მეორედ, თუ თქვენ სწორ ღმერთს, სწორ, რა ვიცი, შინაგან ფსიქოლოგიურ სამყაროს, შინაგან თუნდაც მეცნიერულ სამყაროს, შინაგან პოლიტიკურ სამყაროს და მე უკვე გარეთ თუ არ გამოვიდათ ამ ყველაფერს, არ გამოვა ხალხო. და დრო ისეთია და ისეთი დრო მოდის, რომ ბევრი შეცდა, სამწუხაროდ ბევრი გონს კიდევ ვერ მოვიდა. მაგათ რა ეშველებათ მე ვერ გეტყვი, ღმერთმა უშველოს სულ ყველას. მაგრამ ვინც ვართ,
საჭიროა რომ ერთმუშტად ვიდგეთ, იმიტომ რომ შეშველება ერთმანეთისა აუცილებლად დაგვჭირდება. რა ვიცი, წარმატებებს გისურვებთ სულ ყველას და მადლობა მოწვევისთვის. გიორგი, სანამ გახვალ და მე დამშვიდობებას გავაკეთებ, ძალიან გთხოვ. ჩემი თხოვნა იქნება, აუყევი კომენტარებს და გადაავლე თვალი მაყურებლის მოთხოვნას. მე არ გეტყვი, მირჩევნია საკუთარი თვალით ნახო. ძალიან რამდენი გულია. ნახე ინტრიგა ჩავაგდე. მე არ გეტყვი, ისე არ ჩათვალო რომ მარტო მე გთხოვ ხოლმე მოსვლას. მადლობა. მაყურებლის მოთხოვნა. მე თვითონაც ბევრი წერს, ბევრი არ წერს, ვინც ახო მე ყველასადმი მე არა ვარ ისეთი პიროვნება, რომ სულ რო აქ ვიღაც გინება დაიწყოს, ასე ვთქვათ, გინებით დაგიბრუნოთ, ხო? გონიერი ადამიანები ვართ და ჩვენაც არ შეგვეფერება. ჩემი სტიქია არ არის, ხა მით უმეტეს დღეს აგერ ქრისტიანობაზე მომეწია და ბიბლიურ პროცესებზე მომეწია საუბარი, ჩემი საქმე არ არის, რომ ვიღაცას, ასე ვთქვათ, ხელს რო დაგარტყავენ, ხელი დაარტყა, ხო? არა. ძიმედ რომ მოდის უბრალოდ და თქვენ თვითონვე დამიძახებთ სიტყვაზე პრო-ამერიკელს, დამიძახეთ პრო-რუს, დამიძახეთ პრო-რუსი, დამიძახეთ რა ვიცი პრო-ჩინელს, დამიძახეთ პრო-ჩინელი არ არის პრობლემა, მაგრამ არ ვიცით რომ თავი და თავი ქართველები ვართ გიო. არ გეცლებათ, აი ამ პროებისთვის არ გეცლებათ ისეთი დრო მოდის და გაუფრთხილდით რა ერთმანეთის სულებს. აი მას გეტყვით და რა ვიცი, აბა, ბედნიერ დღეებს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა მოდერატორს, ძალიან დიდი მადლობა მაყურებელს, ამდენი ხანი გვისმენთ 2 საათია ეთერში ვართ. მართლა მსუყე გადაცემა გამოვიდა. გიორგი ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო სტუმარია. მისი დროის ფაქტორიდან გამომდინარე მოუცლელია ხოლმე და ხშირად ვუმრობს. ანუ ჩემ გვერდზე თუ გადმოხვალთ ხალხო, მე ეზოთერული ცოდნებიც მაქვს, ამიტომ არ გაგიკვირდეთ რეალურად, იმიტომ რომ მე ვიცი ეს ყველაფერი. ხო, მე კოსმიურ ბუნებასაც უყურებ და მოკლედ სხვადასხვა ცოდნებია იქ კიდე, არა მარტო პოლიტიკური რა და არ დაგაფრთხოთ ამან. ქრისტიანი ვარ, ნამდვილად ქრისტიანი ვარ. გიორგი, ნახე, შეკრული მზამასალა ხარ, როგორც რესპონდენტი და რატომ ერთი კუთხით არ გაქვს განათლება, მრავალმხრივი განათლება გაქვს და ამიტომ კარგად ხედავ და შენთვის არ არის რა პოლიტიკური პროცესი, ან თუნდაც კულტურაზე საუბარი, ან თუნდაც მორალზე საუბარი, პატარა ჭანჭიკი, შენ გაქვს რაღაცა, თითქოს როგორი შეკრული მასალა ხარ, იცი რესპონდენტად, ბევრი რაღაც ერთად პაზლები შეკრული და უკვე მსუყე და კარგი მასალა, იმიტომ რომ იქ მართლმადიდებლური როგორც ეკლესია, როგორც ქრისტიანი ადამიანის კუთხით საუბრობ ყველაფერზე, იქ პოლიტოლოგიურად ხარ განათლებული, იქ ფსიქოლოგიის დიპლომიც გაქვს და ძალიან ბევრ ამას ეხები და ისეთ კარგ შეკურას უკეთებს საბოლოო ჯამში თემას, ქართველობა გინდა თუ რა სფერო გინდა, მე მოგიწვიო და შენ არ გაამართლო როგორც სტუმარმა. ძალიან დიდი მადლობა. მაყურებელი ნუ გამიბრაზდება სტუმართან შენობით ფორმაზე გადასვლაზე, იმიტომ რომ მე და გიორგი მეგობრები ვარ და ხანდახან წამიცდება ხოლმე ეთერშიც. ეს მაინც ვთქვი გიორგი, იმიტომ რომ მქონდა ეგ შემთხვევა სტუმართან მიმართებაში საყვედური დამიწერეს. მადლობა თითოეულ თქვენთაგანს აქტიურობისთვის, მენისთვის, გულებისთვის, ესეთი სითბოს და სიყვარულის გამოხატვისთვის და გიორგი კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რაც მალე მოიცლი მომდევნო ჩართვისთვის უფრო გამახარ. აი, ვეცდები რაც ცოტა არეულდარეული კიო, ახლა წინდა უკან სიარულები მიწევს, მაგრამ ხო ვეცდები რომ ცოტა ისე სხვადასხვა თემებზე ხშირად შემოვიდე ხოლმე. შენ ძალიან დიდი წარმატებებს გისურვებ შენს მსმენელ აუდიტორიასთან ერთად, იმიტომ რომ მართლა ერთ-ერთი ნათელი გოგო ხარ, მეომარი ადამიანი ხარ, რაც თავარია და ყოველთვის მიგულე შენს გვერდით. გაიხარე, გიორგი მშვიდობიანი საღამო ხალხო. დროებით.